გამარჯობა. გამარჯობა, ცი, რა კაი მიკროფონები დაგვირიგეს, ხედავ? გაგვიმარჯოს. მოგებრძანდები. კარგად, შენ? რავი, მე ძაბედნიერი. ხო, ჩვენ მაყურებლებს უნდა უთხრათ, რომ ეს არის voice-over-ების ახალი სეზონის გახსნა. კი, და ჩვენ გვაქვს უდიდებულესობა სეზონის გახსნა. და ჩვენი სტუმრე უამრავი, ვინ თუ არა? არიან. ვინ თუ არა? ჩვენი სტუმრების ახალი სეზონის გახსნა voice-over-ებს უნდა დაეწყო აჭარანეტის ყველა გამხმოვანებელთან ერთად. ხალხო, რამდენი ხართ? და ძალიან ბევრი ვერ მოვიდა. სამწუხაროდ, ვინც ვერ მოვიდა, მე ცალკე მოგიკითხავთ, მაგრამ ეხლა წარვადგინოთ ჩვენი დიდებული სტუმრები. თეონა ხვედელიძე, აპლოდისმენტები მეგობრებო. მისი უდიდებულესობა ნათია გაველაშვილი. მოდიში განაგრძე. ხალბატონობა ნესტან ხახობიან. და სვანიკაცი ალექსანდრე კურასბედიანი, რომელზეც თელი ნიკი ბოდიში. კონჯილია. ვაცადე აქეთ მხარი არ წარგვიდგენია ჯერ. მიშა რომანოვი არც მეტი არც ნაკლები თვით მიშა რომანოვი. გიორგი ესენი ცალცალკე ვერ უნდა გამოაცხადოთ რა არ ცხადდებიან ესენი ცალცალკე. გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგოვიანი. ანუ თითქმის ყველა აქ ვართ, თუმცა ბევრი გვაკლია და გადაცემის ბოლოს გვაქვს სიურპრიზი. გადაცემის ბოლოს ვატო წულუკიძეს, ირაკლი ფრანგიშვილს, ისა იორეკ ჩიტაშვილს მაგრად მოგიკითხავთ, აი თუ ესე დაედება ცოტა. მაგრად მოგიკითხავთ. მაგრამ ნუ ყველა გასაგები მიზეზების გამო სამწუხაროდ ვერ მოხდა არ მოვიდნენ დღეს ვერ მოვიდნენ. დღეს რა თემა გვაქვს რაზე ვსაუბრობთ? დღეს გვაქვს ეს ლამაზი ხალხი და ეს ლამაზი თემა და ჩვენი ყველას დიდი სიყვარული თვით აჭარანეტი. კი ბატონო, სანამ დავიწყებთ საუბარს, მე დაგეხმარებით და ვიტყვი რომ ჩვენი დღევანდელი ამ დიდებული პოდკასტის წამდგენია ჩვენი მეგობარი კრისპი და ჩვენი ახალი მეგობარი სნეკი. და ცხადია ამას მე გავსინჯავთ ყველა და მართლა ვიტყვით თუ არ მოგვეწონება შეგიძლიათ თქვა თაკალები. ეს ხოლო დასანახად არ არის. ყველამ უნდა გაკლოკნოთ ქრის რა ქვია სნეკი და მოკუნიტოთ კრისპი, იმიტომ რომ ისე ვერ გაგიშვებთ ვერანაირად რომ თქვენი კომპეტენტური აზრი დაეხმაროს მაყურებელს არჩიოს ქართული პროდუქტი, ორივე ქართული, ორივე დანამატების გარეშე, ორივე ჯანსაღი, ორივე გენიალური და ორივე voice-over-ების სპონსორი. დღევანდელი გადაცემის პროდიუსერი, წამყვანი, დამგეგმავი, ნუ ყველაფერი სტალინი არის ბატონი ლაშა ბახტაძე. ხოთ ბატონო სტალინა დაიწყეთ პირველი კითხვით. მოკლედ, ხალხო, ჩვენ ყველამ გავიცანით ერთმანეთი აჭარანეთში რა. ნუ მეც იქოს ვიცნობდი მანამდე მხოლოდ ბავშვობიდან. ხო. და აი მართლა მაინტერესებს, ძალიან ბევრს ვაპარაკობთ ხოლმე, მოკლედ ჩვენ აჭარანეთზე რა, ჩვენს პოდკასტების სერიაში რა იყო, როგორ იყო, რა ხდებოდა. მოწვეულები ვინც ყავდით, ჯერჯერობით თქვენთან არ გვაინტერესებს ეგ. ამიტომ თეონა, მაინტერესებს შენი პირველი რეაქცია აჭარანეთში შემოსვლაზე, იმ სიგიჟეში შემოსვლაზე. მე შენზე სხვათა შორის მე გავიხსენოთ მოვყევი, ოღონდ არ ვთქვი სახელი და გვარი. პირველად რო თეონა მოვიდა, ჩემთან ერთად რო ჩაწერა. აი ეგ მინდა გთხოვ რა, ძალიან გთხოვ ეგ ისტორია. მოკლედ ხან პირველი მიკროფონთან ახლოს შემოძვირფასო. აი ჩემი ნათია, ჩემი ძვირფასი, მე და ნათია სტუდენტობიდან ერთად თეატრალურ ერთად სწავლობდით და ანუ ერთ დღესაც დაარეკა რომ რაღაცა ისეთი გოგო გვინდაო, შენნაირიო რა, ისეთიო რა, აი გემრიელი. გემრიელი გოგო. აი რაღაცა ეს არავის ნათია რაღაცა და აი ეგრე უნდა ილაპარაკო მე რა საჭირო რა. მოდიო, ოღონდ ჩამოდიო და რეპეტიციები მქონდა და რაღაცა კაი მეთქი ანუ თან ამის ხასიათი ხო იცით რაღაცას რო იტყვის, ანუ უნდა გააკეთო და მოკლედ ესეთირება ამ დროს. მიკროფონთან შემოძვირფასო მიკროფონთან. მოვიწყდება. მოკლედ ანუ ჩამოვედი რა და მოვედი სპორტ სასახლეში.
კი, სავარჯიშოდ. არა, სავარჯიშოდ რუსთავში. მიკროფონთან. ხო. ძირითადად ხო და მოკლედ მოვედი და ნაცია მიქვე რაღაც არაფერი ეს და შეგიყვანე ხო ჩაგაწევი რაღაც ამიხსნა მოკლედ შევედით და ანუ რა თქმა უნდა ხო ნერვიულობდი მიშაც დამხვდა ნათიაც და ხმის რეჟისორი დათო ხელაძე. ხო აი ძალიან მაგრამ ახსოვს და რაღაც 1-2 ფრაზა ჩავწერე და აი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნერვიულობდი მიუხედავად იმისა რომ ვაფშე ვერ გავიგე რა ხდებოდა ანუ პირველად ვარ ანუ რა არასდროს არ გამიხმოვანებია არასოდეს რა ნუ ჩაწერაზე როგორ არ ყოფილი ხარ რაღაცა სტუდიაში მაგრამ ანუ რაღაც ძირთად სტუდიაში განავლელი ხარ ხო რა განავლელი ვიყავ მოკლედ მიუხედავად ამ ყველაფრისა და დაძაბულობისა რომ წავედი მივხვდი რომ აი ძალიან მომეწონა რა აი შენი იყო თავარი ისტორია არ ახსოვს მგონი კაი მოყევი აბა თავარი ისტორია თავარი ისტორია მე და შენ რო დავსხედი ერთად ჩაწერა ეგ არის აცოდე ადამიანი ხო ჩქარა ცოტა დრო გვაქვს ცოტა დრო არა ვარ გასაგებ მოკლედ ანუ მე რა უკვე ნელ-ნელა ამ თანდათან ეს ისე იყო რომ უკვე არასამუშაო საათები იყო თუ რაღაცა ეგეთი იმ დროს მოვედი ანუ და უკვე ანუ მოხდა ისე რომ დავიწყე სიარული და ანუ შემცვლელი ჭირდებოდათ რა იმ კონკრეტულ მომენტში მე გაგიცანით თანდათან და დღე აი ნათდებოდაცა იმატებდა სხივი ჩემს სიტბო შემოდიო აი დაუიწყარი მართლა ფანტასტიკური ამბები ხდებოდა ანუ გიჟდები იქავრობას და თქვენზე ყველას ძალიან მიყვარხარ ფოშო ახლა აქვე გეტყვი ხო და მოკლედ ანუ ახალ ბედა ვარ და ანუ ჩემი აი რა ვთქვა ანუ არა ვარ ეხლა რაღაცა ხო რაღაცა ისეთი რაციდან ჩამოფრენილი ანგელოზე არა ვარ მაგრამ ანუ ამდენი ცუდი სიტყვა ერთად არ გამიგია არ წამიკითხავს ეს საწყალი აღმოჩნდი უცებ ორ მამაკაცთან ერთად ანუ მე და ყავა რომელიც აი როგორიცი რა ანუ ცოტა ისე ვიყავი რა ანუ დავიწყო აი ეს დავიწყო ანუ დავიწყეთ და ანუ ხალხო გახმოვანება კი არ არის ჩახმოვანება ბახტაძესთან ერთად ანუ რა ხდება იცით რომ ანუ მამა შვილს უბარებ და რაღაცა მთელი ცხოვრება როგორ უნდა იცხროს ანუ რაღაცა ქალის შინაგან და გარეგან ორგანოებზე იყო საუბარი მერე გავაგზელებ კაროჩე სცენა იყო თეონა არის პირველად მოსული ახლა ყველას პირველად გამარჯობა თეონა ლაშა რაღაცა ასე ეს არ მებოდით სანამ გავაცნობდი ჩვენს თავს და გავზე დაჯდა და ჩახმოვანება გვაქვს ნუ ჩახმოვანებას იშვიათად კეთდებოდა ეხა ჩემ დაციკოს გარშე მაგრამ ნუ აეთყობა ძალიან ჭირდებოდა და დასწრება ძალიან მოვეწონა ძალიან მოეწონა და კაროჩე ეგეთი ეგ მომენტი ხო არის და მთელი 5 წუთის განმავლობაში მამა უხსნიდა შვილს კულინინგუსი როგორ გაეკეთებინა აი ისე დეტალურად და ისე ორგანულად თან ეს იყო ჩახმოვანება და რა თქმა უნდა მეც იქ ხა სრული თავისუფლება მქონდა და აი რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და თეონას უცებ ხამს მე არ ვარ დიდი ხანი და ცოტა ხანი რო გავიდე შეიძლება თეონა ადგა გავიდა ცოტა ისე ნიავდებოდა იმენა განიავდა და მოვიდა თავი დალაშაბარ დაიწყო ახსოვს რომ ჯერ ესე ავიფარე ფურცლი welcome bonus-ი დახვდა რა ძალიან არ შემიძლია ანუ შეიძლება თქო რა შევბედე რა რომ გავიდა კი ობოლოშია ქალია და ანუ რატო ვიწვალე ძალიან საათი ისმენდა ამ ყველაფერს კი ნათიას გააკეთა და თეონას გააკვეთა ეგ იყო ალექს შენზე უნდა გადმოვიდე აუცილებლად უცებ ჩართვას გავაკეთებ თეონაზე ალექსასთანაც იგივე მდგომარეობა იყო ჩახმოვანება არ ქონდა მაგრამ აი შენი თქმის არ იყოს სექსი სცენა იყო არაფერი დიდად არ ჩანდა არა მაცადე ოღონდ ყვებოდა რა ტიპი რასაც აკეთებდა სიტყვა სიტყვით ყვებოდა ძალიან საზრდოობა იყო არა ეხა ეთყობა შენი სტრესი გამოყოლილი ქონდა და ზის არ ვამეტ აი სიტყვას არ ვამეტებს ზის და არა თეონა მსახიობი ქალი ხარ ორი შვილი დედა უნდა თქვა ეხა ეს ჩაულები მოხდა აი თქვით ვიდა კანკალებს ბიჭო და კაროჩე ჩაძაღვა რა აი საზის გარი სიტყვები თქვა და თქვა და იქნა კოკლიანი შრიალი შემოვიდა მის რეჟისორ დუბლი გაფუჭდა აი ვარ ისეთ სტრესში ვიყავი რომ ანუ რო ვერ წერდი გარეთ ხო გავყავდი და გარეთ ფსიქოლოგიურ გაკვეთილს მიტარებ და ალე ანუ არაფერი არ მოხდა შენ უბრალოდ გახმოვანება ანუ შენ არაფერ შუაში არ ხარ ამ ამორალურ რაღაცასთან ანუ აი ვერ წერდი შეუძლება ალექს მოკლედ ეს რო არ ვახსენო შეუძლებელი იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტის ყველა ეპიზოდში
ყველა ეპიზოდში იწერება კომენტარი, რომ ვითხოვთ ალექსანდრე კურასბედიანს, ვითხოვთ გადაცემა პირველი, გადაცემა მეორე, გადაცემა მეოცე. ისე ვითხოვთ ალექსანდრე და აი მეგობრებო, ალექსანდრე კურასბედიანი ვოისოვერებში. ახლა ჩამოვიდა სვანეთიდან. ნესტანის მეწყვილე. ნესტანის ნაპარნიკი. მაგაზე არ მომაყოლო. არ გვიყოფათ. მთელი ეპიზოდი. გადაცემას დაგითმობენ. არა, რასა ნესტარი არის მოვლენა, რა სიძახი, ნუ არა. უეჭო, ვინც საათები მოიგონა, აიფონის თუ რაღაც საათები, რომ აი ეგრო შემოვიდა, იქ დამთავრდა ჩემი ნები. რატო გთხოვ, რა ხდება? ბიჭო, აქამდე ტელეფონს ამოღება უნდა ბლოკი. ეს ნესტან მოვიდა. ჰა? დამთავრდა ფილმი, კაროჩი. და ერთსაც ვიტყვი, უცებ ვიკინგებს ვახმოვანებთ. გერამდენი აქ იცი გაპარული? ორსული ქალი იყო და ვაიმე ზუსტად ასე გადავგორდებოდა. რა და დარჩენი კოკლიანი რა ნაკლები იყო არის. ვისიზაში ეგ არის. მე კიდე პრინცესა, ანუ პრინცი გადამალეს ეკლესიაში რომ ვერ შეხებოდა ვიღაც არ მახსოვს რა ვაით რაღაც არ მახსოვს და უცებ ძალიან გული ალექს ეხა სად მიყო მოტოვებულია იმაში კი ალექს რა მოხდა ეხლა აქ არის ეხლა არის თეთრი პრინცესა ერქვა თუ რაღაცა ეს არ არის მაგრამ ეს იყო უკვე აქ არის უკვე და შეკითხვა ნახე ვიკიგებს ვახმოვანებთ ბიორნი გაუშვა კაცადმა გაიზარდა თოლში მიდის მუხლამდე თოლშია წელზე ვიჩანს იმ ხელა თოლი აი მიაპობს რა თოლს და ალექს ფეხზე რა გოლდენ გუსი არ არის ხალი გაჩვენება ის დამაცადა ველოდები ტექსტი და გოლდენ გუსი რა ვიცი რა ბრენდმა დაგაინტერესა თუ აი ბიჭია პროსტო რამ დაგაინტერესა დაჯახი უკვე დაფი უნდა მოკლება ვაფშე სხვა მიზანსცენა კირჩხიბი გოგო და რამდენი ტირილი გინდა იცოცხლე 5-დან 7-მდე იყო 5-დან 7-მდე იყო მოკლედ საყვარლები არიან 5 საათი 7 საათამდე დაშორდები და ბოლოს ხვდებიან ერთმანეთს და ბიჭმა აჩუქა ბეჭედი და იმას ხელთათმანი უკავია ფრანგის მოიხსნა და დაანახა ეს ბეჭედი და უცებ არ უაზვიად მარტო აბა ხოჭ პანიკები რო ქონდა მე კი რაღაცა გული შეუწუხდა ფოთვა დაეწყო რაღაცა რა რა ჩვენა მე გეფიცები ედას გეფიცები 1-10 წუთი გავჩერდით მე გავინგულდე სიცილი მოვტიროდი და ზურა არო ნისტო დამწირა და ბოლომელი კარგად იქნება ნე სერიოზულად რომ მიუდგა რა აი როგორ ტიროდა ის ქვითინებდა კი ჩვენს ბევრი გვახსოვს this is us-დან რომ this is us მე პრინციპურდა გარეთ რო გამოდი ყველა შეუნებოდა რომ ეს სრემლა დაღვრილი ქალი მე ყველა ხელსახოც ვაწვდიდით რომ ესთან დამშვიდი ყველა ეს სერიალია არ არის ნამდვილი ცხოვრება გილერმო დელ ტოროს ужас სერიალს წერდით შტამი მან დიტირა კაცო იტირა კი არა ვიღაც მექსიკელი დაევასა ტვინი წაიღო კნუტზე ძახდა კნუტი არა ჯორი შავი მექსიკელი ტიპი იყო რამენი საკნუტი იყო კნუტზე თაღიქვა უბრალოდ შეიძლება კნუტი მორჩი ხა ჩემზე ჭარობა შენზე მე ჩუმად ვიყავი და ვიტანდი ტაში რა უნდა ტაში დაუკრა და ალექსას ამ ყველაფრის ატანისთვის მეგობრებო რა ბოლო 1 საათია მარტივი არ არის და გამოვიდა მიშა რომანოვი გაგიბრუნდებით რა თქმა უნდა რომელიც ასევე არ ყოფილა ჩვენთან მიშა რომანოვი რომელსაც ასევე ითხოვდნენ კომენტარებში იმიტომ რომ რამდენიმე შეხვდა ჩვენ მქონდა კიდეც კომუნიკაცია შენთან თუმცა მადლობა რომ მითხოვეთ ხო მოგითხოვეს მოკლედ და შენი შემოერთება როგორი იყო მე ამ თელ საგიჟეთში და მე როგორ გადაურჩი ამ საგიჟეთს და როგორ ადაპტირდი ამ საგიჟეთში და როგორ გახდი შეყვარებული ამ საგიჟეთში ჩვენ შავით ადაპტირება ეხლა იგივე სიტუაციაში ვარ და იგივენაირად უგრძნობ თავს როგორც მაშინ როცა ვიყავით ყველა ერთად ჩვენს იმ დიდ კოლექტივში იმ დიდ ოჯახში განცდა მაქვს ზუსტად იგივე დღეს რო აქ მოვედი რაღაცა ითქოს მოვედი იქ რა და შევიკრიბეთ რაღაც ჩვეულებრივ სამუშაო დღე 2017 წელია და უბრალოდ ჯერ არ ვახმოვანებთ და რაღაც დრო გაყოლ შესვენება მაგრამ ამ ეპიზოდში მაგასაც ვიზამთ ეს უბრალოდ ინტრიგისთვის მაყურებლისთვის შეგრძნება ეგ მოგვიწევს და ბევრი სიურპრიზი გვაქვს ამ ეპიზოდში ხო და შენი პირველი სერიალი რა იყო ეგ მაინტერესებს და ვისთან ერთად ჩაწერე ეგ სერიალი პირველი სერიალი თუ არ ვცდები რომელიც იყო რაც დავიწყე და გავახმოვანე მე მგონი იყო ექიმი ჰაუსი
ოჰო. ჩვენთან აჭარანეთშიო დაიწყე უკვე. აჭარანეთში დავიწყე. შენ აჭარანეთში დაიწყე შენს გახმოვანება. ხო, ყველა აჭარანეთში დავიწყეთ, მე მგონი შენ და შენ ახმოვანებდით მანამდე. ხო და შენც მანამდე. ესენი არითვლები. ესენი ცნობილი. აბაშო მაგალითად მარიამი და გიორგი რო იყვნენ პოდკასტში და რომ მოყვეს ის ისტორია რომ მარიამი 13 წლის იყო და მიტყუებოდა რომ 20-ის იყო და მიტყუებოდა რომ 20 წლის იყო გიორგის ეგრე მოატყუა რომ და მაგიტომ აიყვანეს სამსახურში 13 წლიდან ახმოვანებს მოკლედ მარიამს და გიორგის არ ეხება ეს რაღაცა განკერძოებული ამბავია ცალსახ თქვენ კიდე ცალკე ცალკე გიცნობთ არა მხოლოდ აჭარანეთიდან თქვენ ყოველთვის მუნდო სტუდიო იყავით თითქოს და თინეიჯერი მგელი ხო და თინეიჯერი მგელი თქვენი პირველი ეპიზოდი რა და თქვენი შემოსვლა აჭარანეთში აი ამ ხალხში მოხვედ რა მოკლედ რა ეგ მაინტერესებს კიდე რა ხდებოდა თქვენი გადმოსახედიდან მაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ ეგ უკვე არა აი რომ მოხვედით რა იფიქრეთ რომ ესენი ვერ არიანო საყვარლები არიან ეს იყო რაღაცა ოჯახი თუ სამსახური თუ აი რა რამ გაყო საგიჟეთ და ოჯახი ო ეგეც სწორია ამაშია საქმე საათნახევარი ეგ არ მოყედენას მოყევი კი წინა პოდკასტში რომ მოყევი ეს იყო ის ვინც დააგვიანა როდის დააგვიანა მე არა ნატია გაბელაშვილი მოიცა ერთად ნატია რა როდის დააგვიანა შენ საათნახევარი შენ და მახსოვს დილის 9 საათზე გაჭიმული იდექი წინ დავაგვია ერთი წავი ერთადერთხელ მიკროფონთან წლის წინ დავაგვიანე პირველად და უკანასკნელად და მთელმა ქვეყანამ დავაგვიანე ხედა თუ დააგვიანებ ეგრე უნდა დააგვიანო რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს მთელმა ერა ან ისე უნდა აგვიანო როგორც ლაშა აბა ჩემ დაგვიანებას რა დაგვიანებას რა აზრია აკობა გიორგი თაკო ჰაი ასე მინდა აქვე ხსოვნა დავლიო ჩვენი თაკო სამნიძეს ზურათი ხო გვეკავა მაშინ ჩვენი ემიგრანტი თაკო სამნიძის ჩვენი გულის მე სულის კრისპებით გაეშვი ხა და იმ კრისპებით დავლი აქ სნეკით დავლიო სნეკით ავლოკოთ ხსოვნა თაკოს ეგ ქნათ ბაზარი არა მოკლედ თაკო სამნიძეც განვიხილეთ ასე ვთქვათ რა კაი ეხა მე მაინტერესებს ოღონდ ერთი ამბავი არ უთქვამთ რომ მოვედით რა იფიქრა გიორგიმ თქვა რომ საგიჟეთი და ოჯახი რა მგაყო და მარიამმა ხო მეც დაახლოებით იგივე აზრის ვარ ერთადერთი რაც ყველაზე კარგად მახსოვს იყო ალექსას რო შევხვდი ხმა მეცნო ძალიან რა არავინ არ იცის ჩემი ასაკი მაშინ და ალექსას უთხრა რომ შენი ხმა ძალიან მეცნობა მეთქი და მე მგონი ენკი ბენკიზე გისმედი და ალექსა რამდენი რა იყო წარსული ენკი ბენკის უყურებ წარმოიდგინე მე ენკი ბენკის უყურებდი და მე მითხრა ენკი ბენკიზე მე ვახვალ აი მე გისმედი რამდენი წლის ხარ და მე ახლა ვარ 18 ისეგეთი როგორც 13-ის არის შეიძლება არა მაშინ რა თქმა უნდა მაგისტრი მარიამზე ვიტყვი რა მოვიდა ახალი გოგო მართლა ოჯახი ვიტყო ეხლა ჩემთან არ წერს და დერეფანში ხვდებით ხო ერთმანეთს გამარჯობა რაღაცა შეხედავ ლამაზი გოგოა საყვარელი რაღაც გამარჯობა მარიამი ქვია მარიამ მე ეს მითხრა ენკი ბენკი მეთქი რამდენი იცი ხო არც მაშინ მეთქობოდა აი ხო დაცი მოხდა და ბავშვია საყვარელი მარიამი და ხო ბიჭო ერთი დღე გამოვდივარ რა სპორტის სასწავლებლად ხო ვარ და ბიჭო ზის რა ტელეფონში აკეთებს რაღაცას და ჩავისე შენი დედაში ნაც უბერავს ბიჭო ნაც ტელეფონში ვენა ბანჯი შენი დედა არა მე გავაგზელებ რა კიდე და კოკლიანთან ზის რა კოკლიანთან ზის და გამოაშტერა ის შემოფრინდა ბუზი თუ რა კოღო იყო და ხუაზე ოღონდ ერთი წავის არ აქ ვარ ანუ ახალი მოსული ვარ და ვცდილობ რაღაცა ნაზად ანუ კოღო არა ვცდილობ რაღაც და ვერ ვიჭერ ამოვიდა რა ყელში და შენი დედა და იმის მერე დღემდე ეგრე არის ჟორიკას ვეძახა შენდა იმის მერე მარიამი მოვიდა და ჩემთვის არის ჟორიკა ხო იმის მერე სახელი ჟორიკა რაც ამ კოღოს ვაგინე და გამოვედი და შევძარი ყველა რომ მეთქი აი ამ კოღოს უნდა მოვედი და იმის მერე ეგრე ხოზე უნდა გადაიჭრა ჟორიკა გარეთ ნარს დამოსობდა ჩავისე უნდა და იქ კოღოს დაძებდა დედის გინები გადახვეული ტექსტი
გადახვეული ეგ იყო ის ტექსტით. გოგო რომელიც მანამდე ენკი ბენკის უხი ენკი ბენკის 18 წელს ბავშვი მარიამ რამხელა დიაპაზონი აქვს წარმოიდგინე ანუ საიდან სად არის ბავშვი ნე შენი დრო მოვიდა და მოვდივართ რომ მოყვა ისტორია რომ მოხვედი რა ხდებოდა ოღონდ მიკროფონი ჩაიჩოჩე ეხა ეს მიკროფონი მიიჩოჩე არ მახსოვს აუ კარგი მეტა მე არ მახსოვდეს მოიგო. რატო გაუწყობს ალექსა მოყვება თუ არ გავხსნა გაიხსნა რა მახსოვს გახსოვს როგორ არ გახსოვს ისე მეძინება რომ აი ცუდად არ ვიცი რა მოვედი კაი ო იდა კაი იყო რა ლაშასთან დამზეს ეგ მოხსოვდა მაშინ რაიმი გაშაწაცნილები და ვიცახლები მოვდიოდი ჩვენთან მე და ყველა ჩვენი შემცვლელი იყო თავიდან გაჩვდით და ლაპარაკობ გავიმარტოთ ახილები ჩაიცვი სტალინის ნაშა ეს ეპიზოდი უნდა ვახსენო არის არა ამ ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს არაჩვეულებრივ ნესტანის არაჩვეულებრივ სახში მადლობა ნესტანი ამისთვის არაფერს გადავ ანუ ყველა გვაძელებ და ბახილები ჩაიცა მოკლედ ხო მახსოვს ავიხადეთ ნამდვილად. ურჩი სტუმრები ვართ მახსოვს ნუ ლაშასთან დამსვეს მე მახსოვს ალექსა რომელიც ანუ საოცარ ისტორიებს მიყვება და მთელი ცხოვრება და იყაცზეა მე ისე ნერვებს მიშლიდა რაღაც პერიოდები მე ზიზღებოდა მე ისე მიყვარდა მე ისე მე ზიზღებოდა და აი საკმაოდ ტოქსიკური ურთიერთობა ჩამოგიყვარულე და ნე ისე შინელე იცი როგორ მახიზიანებ ხა ფუა მე ძალიან მიყვარდა და ესე შენ აუქენი რომ რა მე ვუთმენდია სულ რა ვქენი სულ ნერვებზე იყო ეგრე მიყურებდა არა მართლა გეუბნები აი გულსპილად ვიძახი რა ხო რა მართლა გულსპილად ვიძახი აღარ შემიძლია ტექსტი ნეს მოიცა დავამტა არა ეს უეჭველი ხო სუმეს იჯობდა ხო აი სადმე გამოვატარე ილო რას ვიტყუე აი ვალა დასვა იგივეს მოყვება ჩემს ერთ-ერთი ცხოვრებაში პირველად მომინდა რაღაცა სახლში ჩაუჯდები ერთ-ერთ სერიალს ვუყურებთ რა და იყო ალექსას და ნესტანის გახმოვანებით რა აი ჩავრთე თუ არა მეორე სეზონით დავიწყე მითხრეს რომ პირველი სეზონი არა მეორე სეზონში გაიგებ რა ხდება და პირველი სერია ჩავრთე და ნესტანის კითხვა რა მოხდა წინა სეზონში და თელიმონოლოგია ალექსასი თელიმონოლოგი აი ეხა ისინი მოხდა ესე აღარ მინდა ყველაფერი მოყვა ყველაფერი არის ადარი რა შემოდა ამ დროს ეცინა აი ხო აი ფაქტი ხო არის კიდე კაი გაპარულია რომ არსებობს რა ფაქტი მიყვარს ანუ ზურა ისეთი ლეიზი იყო აი ნეჩრა ზუტოპიაში რო აღდი აი ეგ სანამ გათიშავდა წაშლი და დავიდა ჯაგირდა და კაროჩე წერილი ქონდა უკვე ხუთი შეტყობინა და მე ვეძახდი ლეიზი შმუს რა ლეიზი შმუ ესაც არის ლეიზი შმუ რომ ვლაპარაკობ ხო კი ეხლაც დაგვიწერა ახლაც ჩაჩი მოდის, რომ ხო, ის? ეხლა გზაში უნდა იყოს და ნახევარ საათში მანვარ ოღონდ მუდამ ანუ დინჯი. 2 საათი გავიდა კი ანუ 4 საათი არა მაგ გავიდა, დროში რაც გამოვალო ეგრე მოიწევი შენ მიკროფონთან თან არა ნათ შენზე გადავიდეთ ჩემი საყვარელი ისტორია იყო ეგ ანუ რიჟავა რო იძახდა ხოთ ერეკლე გეხვეწები ზურა კოკლიანის სურათი აქ ამოვიდეს უეჭველი ეგ მახსოვს რიჟავა რიჟავა ყველა შემოვიყვანე ოთახში და მეუბნები რანაირად არის რიჟა აი რიჟა წითური. არა რა აწენკები მაქვს სენკები აწენკები შოი ყვავივით შავი ზანკაია ხოდა მე გადაობა იყო ზურა ჩამოვიდა ერთ რანაირი ტიპია რა ჩამოვიდა მე გამხდრების ასოციაცია დავაყენე
მე და ზურა ვიყავით, რა თქმა უნდა მივხვდებოდით. ჩხინკები. მე და ზურა ვიქნებოდით, გამხდრების ასოციაცია გქონდა დაფუძნებული ესეთი წარმოსახვისი და შეხვედრებსაც ვატარებდით. სხვა სემინარები გქონდა, ლექციები და ასე შემდეგ. ზურას იუმორზე უცებ ვიტყვი რა. ზურას იუმორზე ვიტყვი, უცებ ყვავა არის პახმელიაზე რა. აუ. ასაული ამბავიაზე. როდის არ არის შენები. ხოდა მოკლედ რაც გეუბნები, რაღაცა თვალზე ჭირდა მართლა რა რაღაც ყვავას და ეს თვალი ცოტა მოჭოტული ქონდა, რაღაც პრობლემა ქონდა და ზურა კარგად არის და მე წრილი ვისტონით რა. შედის და დასდოინათ რა და ყვავა რა გჭირს ნუ? და ახმელიაზე ვარ და ცალთვალი ხომ მოჭული. ცალთვალზე? აუ არა. ზურა სალკე იუმორი ქონდა იმენ. აი აბსურდი ცოტა ისე რა ქვია ოფისი გამახსენდა რა რაღაცნაირი ოფისი რო იყო სერიალი მე და შე რო ვახმოვანებდით იმენა ეგეთი იუმორია. ზანდებელი ხუმრობები რო აქ, მაგრამ ძალიან რო გეცინება საყვარელი. შეიძლება ერთ პერსონაჟს გავიხსენებ კიდე ძალიან მიყვარს ლერი. ლერი შეწიგნის საყარლესი ადამიანი. აი ეგ მაგ ძალიან აი ლერი თუ გვიყურებ. ყველაფერზე მოყვებოდა და ერთი დღე არის, აი არ დამოვიწყდება. მორჩი ჩაწერას. გაგიკვირდებათ და მეც ნაბახუსები ვიყავი და დავამთავრე. გაგვიკვირდა ალექს. მაინც ერთი წამით. დავამთავრე ჩაწერა და არ მახსოვს მე და ვიღაცა ვართ. მახოს დაბადების დღე იყო და მასივარში იყო კონიაკი მორჩენი და პატარა ჭიქები რო ხო ჭიქე გავავსეთ და ვის მორჩა მასივარში შენ და ირაკლი იქნებოდით უეჭვენ ხო და ნახე ერთ წამ გავავსეთ ეს ერთჯერადი პატარა ჭიქები და წრუპავთ რა ხო და არ დაგვიწყია ჯერ მოწრუპა სავსეა და დაამთავრა ლერიმ და ჩამოდის ახლა ლერი ხო ხო ძალიან ისეთ აკადემიური მოვიდა და მე ხას დილობის ამბავში ეს სავსეა ეს ჭიქა ლერი ხო არ დალევ მეთქი აგიდა ეგ რაშე მე საათი უნდა გვესტო აი ეგ მე ყველაფერზე მოყვებოდა ხო და ჩვენ ძალიან ხო ცივი ძალიან ცივი მარიამ შენ გინდოდა რაღაც მოყოლა ჯერ საერთოდ წარმოიდგინე როგორი სამსახური გქონდა რომ მაცივარში კონიაკი ყოველთვის იყო არა მხოლოდ კონიაკი როდა ჩაჭრილი ცოტა სიყვითლები ვარ მაცივარში დებისგან და ქვემოთ რა გქონდა ლერიზე ის იყო აი ჩემი პირველი უხერხული სიტუაცია სადაც შეიქმნა ეს იყო ლერისთან ანუ ის არა ყოღოს რო ნაბოზაროს ეცახდა ეგ არა ეგ მერე მოხდა მაგრამ ლერი არის ახალი მოსული და გვიზის მე და გიორგის ხმის რეჟისორად რა და რაღაც აი ძალიან ბანდ სერიალს ვახმოვანებთ და აქ ერთ-ერთ პერსონაჟს ქვია კლერი და ლანდმონადირეები ხო ლანდმონადირეები იყო და ამ გოგოს ვერ ვიტათ მე და გიორგის და მე და გიორგი ამ გოგოს ვერ ვიტათ და ვეძახით კლერის რა ხო და შუა გახმოვანების პროცესში ლერი გვიზის უცებ ეს გოგო გაიჩითა და აუ ეს კლერი მოვიდა რა და აუ მე და გიორგი ერთმანეთის პირისპირ ხედავთ და უცებ რაღაცა სიროპოკენით რა მაგარი ცუდი რაღაცა გააცა სადღაც ძალიან ბოდიში მუხადეთ ძალიან ცდილობდით რომ აგვეხსნა რომ ლერი თუ უყურებ ამ პოდკასტს კომენტარში დაგვიწერე აპატიე თუ არა მარიამ საინტერესო ყველანაირად დაუხსე იცით აი ლერი აქ ვიღაცა ამას ვერ ვიტად და ხო დასტოინიტი ბოდიში ერთსაც ვიტყვი მოკლეს რა უბრალოდ მოვიკითხავთ ამროს დიდი სიყვარულით ჩვენ დამრობებოს თამრო უსაყვარლესი ადამიანი რას ამბობ მაგარი ადამიანი იყო ძალიან კი ჩვენი დიასახლისი რომელიც ზრუნავდა იმაზე რომ ჩვენ ხო გიორგისა და მარიამზე ისევ ზრუნავს ხო ესა კი ჩვენ ყოფილიყავით გემრიელად სუფთად ლამაზად ყოხტად და ასე შემდეგ მოკლედ მეგობრებო ჩვენ თავშივე აღვნიშნეთ რომ ჩვენი ამ ეპიზოდის სპონსორია ჩვენი მეგობარი არის სნეკი უდიდებულესობა გამომიგორეთ თუ შეიძლება გემრიელი არახიზის კარაკი რომელსაც ეხა საკითხავთ დაგირიგებთ ბანკებს ერეკლე შემოგვაყარე ბანკები არა ერთი წამი რა ერთი ისტორია მომაყვა თუ შეიძლება ბანკები და არახიზი მომეწონა არა ოღონდ მოკლედ თქვათ რადგან მეორე რუბრიკა გვაქვს ყველამ მოვყევით ჩვენი მოსვლის ისტორია ასე თუ ისე ხა მედალაშას მოყოლილი გვაქვს ამ ვოისოვერებში 900,000 ჯერ მიშას რეაქცია და ნათიას ამბავი არ მოგვიყოლია მიშას რეაქცია და ნათიას მიშა რომ მოვიდა რა მოხდა აჭარანეთში მის ცხოვრებაში რა შოკი ქონდა ჩვენს დანახვაზე და არც ნათიასი არ მოგვიყოლია აბა მოყევით არ მახსოვს კი გამახსენე რა ზელაპარაკო
აჭარანეთში პირველად რომ მოვიდა მიშა არ მოუყოლია უცბად გადავედით გიორგიზე და მარიამზე და არ მოუყოლია თავის თორი და ნათიასაც არ მოუყოლია. ნათია რო ყავდა ჩვენს ეპიზოდში და რომ მოყვა, მაგრამ მოყოს მოკლედ, იმიტომ რომ შეიძლება მოკლედ. მოვიყევი თან სენექების კოვზებს დაგირიგებთ. თან სენექებს გირიგებთ, თან გასინჯებთ, არა ყველა ლოკავთ თითო-თითოს. როგორი იყო? ჩემო ლიკავთ. კი, როგორი იყო ჩემო ძვირფასო? ყველას გვაქვს, გიო. შემოგიჯება, მაშინ კიდე ერთხელ გითხარი. ალექსასაც მიეცი შენ ნაპარნიკს. რაღაცა შეუძლია იყო. მიკროფონთან. ძალიან საინტერესო. მე ხომ მოგიყევით გავიმეორო? მოკლედ რა, იმიტომ რომ ყველა მოყვა და თქვენ არ მოგიყოლეთ. უცნაურად და უცაბედად მოვხვდი. რადიოდან მოვხვდი. ამ ამბავში და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამას კიდე დავადასტურებ ალბათ. მარიამ. 20 წლის მერეც ამას დავადასტურებ. 21-ის მერე ბოებში. არა, 20 წლის მერე თქვენ დაადასტურეთ მერე დასტურებდი აქამდე. ხო და მიშკაზე რავი, ანუ მიშკამ თვითონ მიშკა მოყოს. ეხლა რა, კაი ბიჭი იყო. მიშკა შენ რომ მოხვედი. ანუ რა იყო იცი რომ მითხრეს რომ ძალიან წესიერი ბიჭი გვინდაო რა. ხო, და შენ არჩიე წესიერი კი არა. უწესიერესი კაცია ირჩიე, ეს არის მიშა რომანოვი. მეორე დაირჩია. ახე რატო იცი, ვინც არ დაიგვიანებსო, იმიტომ რომ მანამდე ისეთი დამგვიანებელი. ისეთი საშინელი დამგვიანებელი ვიყავი მე პირადად. არ დაიგვიანებს, ეს პასუხისმგებლობა იქნება წესიერი პატიოსენიო ვინც არ ისე დაიგვიანებს. დამგვიანებლების სია იყო ესეთი რა, ანუ ნუ თაკო იყო ეს ნუ წარმოუდგენლად დამგვიანებელი ადამიანი. მე გამახსენდა თეონა და მიშკა. ორი ადამიანი ანუ პასუხისმგებლობის საფუძველზე მოვიდა. ხალხს ეუბნებით რომ ნეპოტიზმით იყო გაჟღენთილი და გაჯერებული აჭარანეთი. გამართლებული. ითხოვდნენ სხვათა შორის ნეპოტიზმს ითხოვდნენ. ციკო რამ ხელაცნეკი მოიდგი ხადაო მოკლედ რო გითხრათ ესლამის გადმოვიდა და ექტონან მოვიარ არის მიშკა. თან მიშკას ისტორია თან შეჭამეთ. კაი, მოდი ჯერ სნექზე ვილაპარაკოთ, ნახე. ამ სნექებში არის სხვაობა. სნექი არის არაქისის კარაკი, მიწისთხილის კარაკი, sorry, რომელიც არის ქართული, თან ნამდვილად ქართულია. ყველაზე მნიშვნელოვანი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანამატების გარეშე არის, ძალიან ორგანულია, ძალიან ბუნებრივია, ძალიან ჯანსაღია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მით უმეტეს, ანუ ჯიმში დადის, მოკლედ ვარჯიშობს, ძალიან კაი დანამატია, იმიტომ რომ ის არის, ქვია, პროტეინთან ერთად ვამატებ ხოლმე 2-3 კოვს და არის ჯერ უგემრიელესი და ძალიან საკაიფო გემოს აძლევს. და პლუს მაგას არის ძალიან ჯანსაღი, სწორი, ნატურალური ცილები, როგორც აღნიშნა ციკო. და ციკო ეხა გითხარი ჩვენ რომ ორი ვერსია გვაქვს ჩვენ სტექის ამბავი. ვინც ჯიმში ვერ დავდივარ, და არ გვაინტერესებს ჯიმში ზიანული ბოდიში. და სურვა გვიყვარს ამ ფეხით შეირნი. ხო. იმ ხალხისთვის კარგი სნექი არის, თქვათ უხდება რაღაცა გემრიელ ტკბილეულს, უხდება ჯემს, არის ცილოვანი სტრუქტურა ნამდვილად და დილას როგორც კვერცხია ძალიან კაი საუზმეთ, ისე არის თქვათ ისეც. ნუ ცხადია ხა ეს მთელი კილო არ მოჭამოთ ჩემსავით, მაგრამ ხო, ეხა როგორც მოიდგა. მაგრამ ნუ გემრიელია მგონი, ხო? კი, ძალიან გემრიელია. ხო, აი ხო, ამას აბა ნათია იწყებს, მეგობრებო. გავასინჯოთ ნათიას. არა მე თქვი. რა გავასი მე 7 კოვზია რა უნდა გასინჯოთ ზუსტად. ეხლა კამერის გამო ვითომ სუნავს. დაელოდეთ. დაიცა ჩამოწვეთოს. ეხა თუ იყვირა. თან გავახმოვანოთ. რა გემრიელი. აი ხო? ჩემთვის მთელი ცხოვრება დამთავრდა. სულ სხვანაირად გამეღვიძა. რაც ეს ლუკმა გავსინჯე. შეიცვალა ჩემი ფსიქიკა. შენი აზრი გაგვიზიარა. მე ძალიან მე რამდენი რაღაცა კოვს ჭამ. მართლა ძალიან გემრიელია, თან სუყი არის. ნესტან მიკროფონთან ნესტან. აი მე არ გვესმის. დილას რო შეჭამ და აი რო დაგანაყრებს და თან თუ ცილა არის ხო საერთოდ, იმიტომ რომ საღამოს გაგასუქებს. ვისაც გასუქების პრობლემა აქვს, მაგას ხო. ხოდა შენ საღამოსაც ჭამე. მოკლედ რაღაცა რა, ანუ აი მე მაგალითად არ მიყვარს ხორცი და ხდება. ცილა საიდანმე უნდა მივიღო ხოლმე ამ პროტეინით. ან პროტეინის იოგურტით ან რაღაცით უნდა მივიღო ცილა, იმიტომ რომ არ მიყვარს რა ხორცი რა და აი ეს მართლა ძალიან კაი გამოსავალია.
თან როდესაც არის ბიო არის ხო Twitter-ი? კი. 100%-ით ნატურალურია. დედას ფიცა ვარ მართლა. არა, საჭირო არის დაფიცება ჩვენ. ჩემი შეფასება სნეკის. აუ, არ გადაგიხდიან ფულს მიშა გამორჩეული მაგათია რა ვიყო. ვეღარ აღებს იოგურტის რეკლამა გამახსენდა. არ მჭირდება. დაგება. არა. რეკლამაში გადა. თავისით გაიღო. ანუ დაუნჯდი ისეთი გემრიელია. უბრალოდ 1-2 კილო მოუხერხე გადაგების მერე გაიყოლო სახში. სნეკი ისედაც ჩემი ის არის თანამგზავრი. სუსტი. მართლა, ანუ შენ სნეკის მომხმარებელი ხარ, რაც ძალიან კაია. თქვენს ძალიან მოგწონთ ესე იგი, ხო? მე ძალიან მომეწონა, ჩემგან ძალიან დიდი რეკომენდაცია მათ ვინც ვარჯიშობს, ვისაც ბავშვები ყავს, ვისაც ქუქები გემრიელი, უყვარს, კარგი, ხო? ვისაც ბავშვები ყავს და არ ვარჯიშობს. მაჩ, საგამოსოთ ჭამასაც არ არის. ხო, ეს არის შენალოკი არ მინდა. ამ პროდუქცია ვიტყვი ახლა უცებ რომ ეს პროდუქტი არის ესე გამოშვებული ძალიან პატარა ვერსიაში. რა უცბად თუ სნეკი ისე მოგიდა რომ გულიცრად გაგიხდა ჩაის ხაფეში. რომ აი ესე ამხელა ქილით რო არ ათრიოთ, უცებ სნეკი ამას დამოკიდებული ხარ. უცებ ამას ჩანთაში ჩაიგდებ, ჯიბეში ჩაიგდებ და ძალიან მარტივად ესეც. თან მალფუჭებადი პროდუქტი არ არის. ხო, ესე მოხსნით თავს და კი და იგივე არის, პროსტა ანუ გემრიელია. გემრიელია. მოკლედ, კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. აი ეს სრული ქაოსი და საგიჟეთი რომ შემოიტანა სნეკიმ ჩვენს ეპიზოდში და ძალიან დიდი მადლობა რომ სნეკი დღეს ჩვენთან ერთად იყო. ეხა მეგობრებო. და ჩვენი მეგობარია. ხო, კრისპი რომელსაც მეგობრებო, აუცილებლად გადავიდეთ დავაგემოვნებთ. პირდაპირ. კი. აუცილებლად ანუ ნახე გადავალთ ჩვენ სიურპრიზზე, იმიტომ რომ მე მაქვს აქ მომზადებული გრანდიოზული ჯადოსნური პლანშეტი. რომელიც ინახავს დიდებულებებს. ჩვენს პირველ გახმოვანებას. მეგობრებო. ჩვენი პირველი სერიალის თუ ფილმის გახმოვანებები. მე მგონი ეხა ყველა დავიმალებით. დავიკრინჯები. ყველა დავიკრინჯებით. იქით სათულზე ვართ და მაინც არ არის პრობლემა, ხო? თან ისეთი ქარია გარეთ. ხო და მოკლედ ყველას ჩაგირთავთ ეხა თქვენ გახმოვანებებს და ჩვენებურად შევაფასოთ და ვიცით რა. მოკლედ, როგორც თქვით, გვაქვს სიურპრიზებით სავსე ეპიზოდი და აქედან გამომდინარე, ეხა უნდა ჩავრთო მარიამის და გიორგის პირველი გახმოვანებული ფილმი. ზათხართ მაგისტრის. და ეს ნამდვილად პირველია, ახლა შეცუხარზა. ერთ-ერთი პირველი. აბა მოვისმინოთ ფლეში. ერთი წამ მიკროფონი მინდა. ჩემი სახელია ბარი ალენი და მე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი ვარ. ბავშვობაში დედაჩემი ჩემს თვალწინ რაღაც შეუძლებელმა მოკლა. გაიქეცი ბარი, გაიქეცი. მამაჩემი დააკავეს მისი მკვლელობისთვის. შემდეგ კი უბედურმა შემთხვევამ მე გამხადა შეუძლებელი. ჩვეულებრივი სამყაროსთვის მე უბრალოდ მეცნიერი ვარ, მაგრამ ჩემს ძალას საიდუმლოდ ვიყენებ, რომ კრიმინალს ვებრძოლო და ჩემნაირები დავამარცხო. მარი არ ლაპარაკო. მაриზე გადავახვიო. არ გინდა. ერთი წამ. არ გინდათ. მარიამ ჩააწე. ნამდვილად. ერთხელ ჩემო ბიზნესს დაეცამეხი. ჩუმად გაიგოთ. ხალი ჩანს აქ და წეს უნდა ილაპარაკო. მაგარია. მაგარია, ჩემო მარია. პირველი რა იყო. მაგარია. ძვირფასო, არ არსებობს არანაირი ელვა. მართალი არ ხარ, მამა. ვნახე. გუშინ ჩემს პირდაპირ იდგა მამა. რაღაც სასწაული ხდება ცენტრალ სიტიში და ამის შესახებ დაწერას ვაპირებ. ახლა კი მაპატიე სამსახურში უნდა წავიდე. ბლოგს არაბუნებრივი მოვლენების შესახებ არ აქვს კარგი ანაზღაურება. აუ მე რა მახსოვს იცი უსმინოთ და მოვყვები. აღარ ვუსმინოთ. არა, სერიალი როა ძალიან მაგარი ერთხელ ზღაპარში. ხო. ეგეც ხო თქვენი გაკეთებული კი, ჩვენი ბავშვობაში. ერთ-ერთი პირველი. კი. და ეხა მაგ ტალღის ქიმზე. მომზადებული. ეს მიშა შენი პირველია? თან ზუსტად მახსოვს, აი ზუსტად მახსოვს. აჭარანეთში რომ მოვედი უკვე რომ უნდა დავჯდე და გავახმოვანო, ზუსტად პირველი ფილმი არის და არ ამომივარდა გონებიდან. კარგია, იმედია ჩვენც არ მოგვივარდება შენი გახმოვანება ეხა გონებიდან. აბა ვნახოთ რა ხდება. მოусმინეთ? ატრაკებ ხა ეს შენი პირველი არ იქნება. პირველია. ყველაფერს ვიცავარ, სულ პირველი ფილმია რომ დავჯექი და გავახმოვანო.
ბოლო იქნება. ეპიცამი გადავახვიოთ თან ისეთ ნაწილზე. ტექსტი ქონდა? სხვათაშორის ეს არის რიმეიკი იმ ფილმის ტალღის ქიმზე ძველი როა ხო? და მარტო მეიქი. და პანკსუს და ეთქო ბავშვობიდან მომყვებოდა. ან ტექსტი ალღოთი მივყევი. ციკო ბიჭმა დაინტერესა ჩახედა ეგრევე. არა, ჩარლი ჰანემი ხო არ იყო დავაკორდე ეგ არა? გავდა, არა, გავდა. არ მახსოვს. ჩემილო. მსახიობები არ მახსოვს, უბრალოდ ზუსტად მახსოვს რომ პირველი ფილმი იყო. აი მოვედით. ბოლო ჩასასვლელია. ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ეს გზა ბოლომდე გაიარა. გიჟი ხარ იუტა, შანსი არა გავლა შევძლოთ. არის შანსი, უბრალოდ საკუთარ თავს უნდა ენდო. კარგი რაჯევ, ჩვენ სპონსორებს სწორედ ეს სურთ. შეუძლებელი უნდა შევძლოთ. YouTube-ზე ძალიან ბევრ ნახვას მოვაგროვებთ. გვერდზე რომ იზიხარ და იმათ რომ დაცინი და ძალიან ბევრს რომ იცინი. ეხლა შენი ჯერი მომარ, არა, ჯერ ჩემი სცენა არის დამენძრა. ჯერ ჩემია. ოიცოდი. ეგ სახელი საიდან მიიღე? მიიღე. მერტო. ეს მიუშვია. ისე დავდებთ რომ ის ბოდიში მეგობარო. ბოდიში მეგობარო. დამბალო მეგობარო. ძმაო, დღეს აღარ სამოდია. ჯეიქს. ოუ, ზაგაია და ოიცა ციკო. ეხა მე მიპოვე. ციკოზე მახსოვს. ციკო მახსოვს. აი, ოიცა. ბავშვი საკეისროს გაკაშება მოგვიწეა. მოგვეღა. გახსოვს რო წორნე ხოლმე ეს გოგო ვაკელია. გაპარანჭული გოგო ვინ არისო? ოუ, იმი. გულის დეფექტი და გასტროფიზი აქვს. დაგვიანო ციკო. გასტროდან ადრეული შობერობა ნარკოტიკების ბრალია. ნარკოტიკების ბრალია. გაპარანჭული ზანკაია. Hey, Louise. Hey, Louise. You know you can buy these by the case. ხომიც ესენი ყუთებში შეგიძლია იყიდო, უფრო იაფი იქნება. Box at a time keeps me. არა, ცალობით მირჩევნია. Pack smokes too, don't I? სიგარეტის შეკვრაც დაამატე საყვარელო. It was my favorite. ჩემი საყვარელი წიგნი იყო. What the hell is that? რა ჯანდაბა ხდება? ჯანდაბა. არიეტზე გადავიდეთ. რომელიც არის ქალბატონი ნათიასი. არ ვარ მზა. მე და ნათია ვართ, კი. აიცა. თქვენ უკრავთ? შუქიდან საცმელი არ უნდა გეცვას? უკვე გადავწყვიტე. ხელსახოცით წამოიღეთ და ცოტა შაქარიც. აბა! კანახის გამითავდა, წავა. რა სხვანაირია? აუ, ივაი, პირველი მაინც სულ სხვანაირად არის. აქის ბასები არ გასტრაში გადასულდა ევრიპიდეში გაფურდა. და ყველას რო ერთნაირი ტემბრი გვაქვს თავიდან. შენ მართლა ესე ამბობდი? არიეტი. რა იყო? ისევ გარეთ გახვედი არა? და მგონია ჯობებს აქაურობა დაალაგო ახალგაზრდა. ეს ჩემი პატარა ბაღია. მე თუ მკითხავ ბარდაკს უფრო გავს. მე რო ისე მივიდოდი. თეონას ასტრალი ვნახოთ. აბა, ასტრალი? მოიცა. მე ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანს. ასტრალზე საშიში თეონას ფაიქნა. საის რო ვაჭერ, რედი მე ელისი ვარ. შენ თავიდან მიჭირო. დაბდილად. მარტივი კითხვა მინდა დაგისვა. შენ არ განვითარებულ ხარ. დადიოდი ხო მანამდე. არ განვითარებულ ხარ. პირველად არისო და იტყუება რაღაცა. რეპეტიცია. ბახში ასწავლიდნენ იგრო. გამარჯობა, მე ელისი ვარ. შენ ალბათ ლორენი ხარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ბოდიში ასე გვიან რომ გაწუხებ. ისეთი სამსახური მაქვს რომ ბავშვების აღზრდა ღამით მიწევს. ნუ ნერვიულობ, მე ისეთი საქმით ვარ დაკავებული რომ ღამით უფრო ხშირად ვმუშაობ. ეხა ერთ ღამეს ცოტა სჭედავდა, ნახოთ. მოიცა? აუსმინოთ. სანაპიროზე. სანაპიროზე? ხო, სანაპიროზე. იგივეა ზუსტად. არც ესენი არ განვითარებულან.
ნესტანას სექსი ხმა კაკაც. შეხედეთ, ბაკალავრი ნომერ 1. შენ ხომ მყიდველებს უნდა დაეხმარო დეიდამ? გამარჯობა ნასირ ბეტა. გამარჯობა ბეტა. მამა შენი სად არის? კუჩაში, მზად ხარ? ხო, ჰასუ სად არის? ისიც კუჩაშია, მანქანა დააყენე? კარგი. მალე მორჩები. პატარა რაღაცას ვიტყვი უცებ თუ შეიძლება ბატონო ლაშა. ეს იყო პატარა ჩვენი იმეების. რაღაცას ვიტყვი უცებ. ეხლა რეპლიკა რო გააკეთა, ვაიმე კარგი ვარ და რაღაცა პაუზა ქონდა 1-2 თვე თუ რაღაცა არ იყო რა ნესტანი რა. და ამის პანიკები ხო იცით რა მართლა არ ვამეტეთ და არა რომელი პანიკები? და მოკლედ პანიკები. დავჯექით, აი ზუ ხმა მომეცი რაღაცები ხო დაიწყო და გაიკეთე და ხმა ხო ეკომე კარგია და გაიკეთე და რაღაცა თქვა ა딘 თუ რაღაცა თქვა და ვაიმე ჩემი ხმა მომნადრები ხმა. და ხონდო და თუთი წავიდა თავისი ხმის ფერებაში და მე გავაგზელეთ. თეონა ასტრალზენი. მიყვარ ჩემი ხმა. კი. ჩამაყურებელ საერთოდ. ყველას ძაან. ჩემი თუ შენი. ყველას ძაან. თეონა შენ გიდო და ასტრალზე რაღაც მოყვა. ხო, ანუ ასტრალზე ვიყავ, ხო, ანუ ახალ ბედა ვარ რა, ანუ როგორც ჩანს არ ხარ ახალ ბედა. ისეთი დადიოდა საბავშვო რა. ყველაფერს იმაზე. რა, ახლა და მოვედი და ნუ ახლა რაღაცა დავიწყე და ანუ ნახე, ანუ თვითონ ჟანრი ხომ ძიმეა და ანუ ეს რო გვიკეთია ყურსასმენები აქ ხო ძალიან მძაფრად ისმის ხმა და ანუ კადრში ხო ვიცი რომ რაღაცა საშინელება უნდა გამოჩნდეს. რეალები და რაღაცები რომ და აი აღარ გამოჩნდა და აი უცებ რაღაცა საშინელი კადრი იყო და მე და გიორგი მერებაშვილი ვწერდით, სხვადასხვა გიორგი. მოკითხვა გიორგის საუკეთესო ადამიანი. და ანუ ალექსა გვიზის ხმის რეჟისორად რა ახალაძე და ანუ არ ვაჭარბებ რა. ალექსასაც მოკითხვა. აი, რატო გავჩუმდით ალექსას? და ანუ რაღაცა ეს კადრია და ჯერ მანამდე ანუ სახეებს ვიღებდი, როგორ იცი რომ ის რაღაც ჩაწერილი აქვს გიორგის ანუ იღებდა რა, ანუ ეგეთი სახე არ მინახავს ცხოვრებაში. პირველად ნახე რაღაცა კოშმარ სახეებს ვიღებდი დაძაბულობისგან და აი ის კადრი იყო და ფურცლები ხო ავყარე ჰაერში, ოღონდ მართლა სკამიდან გადავარდი, კედელს თავი მივარწი, რაღაცა ორჯერ გადავკოტრიალდი. ანუ ისე მართლა გონდა ისეთი სტრესი იყო, რომ იქიდან მე რო წავედი სახლში, მეგობარს ვერეკავ, მეგობართან უნდა გამევლო და ცხოვრებაში არ მქონია მსგავსი შემთხვევა, აი რავი, ტყე დავდიოდი ბავშვობაში, არ შემშინები არაფრის და ანუ ცენტრალური გამზრია რუსთავში, კოსტავაზე მივდივარ, აი გაჩახჩახებულ, გადავდღიალებული და ვერეკავ, რა ანა გეხვეწები მეთქ სადარბაზოში ჩამოდი, თორე გული იმისკდება, კიდეც ვერ შეშინებული იყო. ძალიან შემეშინდა მართლა რა. ანუ პირველი იყო და თან ძაფერო იყო. მეც მაგ სუსტი ისა რა ვქოცე. ბატონო ლაშა, უცებ ალექსა ვახსენეთ და პატარა რაღაცას მოვყვები თუ შეიძლება რა. თაკოსთან ვარ. ანუ ეს ნიშნავს რომ 11-ზე რო ვიწყებდით ჩაწერას, რომელზე დავიწყეთ? 3-ზე. და დიახ და ნუ რასაკვირველია 7-8 9 საათია და ფილმი დაგვრჩა რა, ჩასაწერი რა. რასაკვირველია დაგლილები ვართ, რასაკვირველია გვეზარება. დაღამდა, იმიტომ რომ მართლა 4-ზე მოვიდა ის და ალექსა გვეუბნება რომ რა გინდა თუ თეასთან მე მოვაყომარებო რა. ვინ მომაძახი თუ მოვაყომარებო დაგლილები ვარ წელსახში. გავიდა თეასთან მოვიდა მოვაგვარეო რა. ძმა ხარ მოვაგვარე, აი ვიშლები და უკვე ხდები ბარგდები და შემოდის თია. და მე და თაკოს გვიყურებს. ეს ბლოყუნებთ რა. რას ბლოყუნებ? მე მაგარ შეურაც ყოფილი. რას ბლოყუნებ? მე მეთქი აქა რას ბლოყუნებ? შემოვიდა ალექსა ენას ვერატრიალები პირში. ვერწერენო, ვერაფერ გაგვიშო დამტაჯესო, კაროჩო და მოვაგვარა გაგვიშვა რა სახში. როგორ დასრულა ისტორია, იცი? ჩავწერეთ. მაინც ჩაწერეთ. აი მე რას გვიობლო და ვინ ბლოყუნებს აქ? მომიცის ტექსტი ეგრევე. ჩავწერეთ. იასნა. არც ფილმი ვარ გოდა დიდად, მაგრამ მე რაც იყოს მახსოვს ჩვენ შევედით პირველად სტუდიაში, მაშინ კინოსტუდიაში იწერებოდა და ანუ ნუ რადიოდან მისულები ვიყავით და პირდაპირ ესე რაღაცა 700 გვერდიანი ტექსტი დაგვიგდეს, აი ესე უბრალოდ და მიდითო, თან არც ყავა მარიცოდა მაშინ ხმის რეჟისორად. ყავა ესე ადებდა თინცაჭერდა მართლა. აი დაგვიანებდა გამოაჭერდა. და აი ან წავი თეატრო იყო, აი ყავა. არ იყო
იყო სულ ხასია. სუპახმელიაზე იყო თორე სულ ხალხია. საყვარელი, მაგრამ რამე რო კაი დაიგიდე. თუ რაღაცა ისე რო იცოდა. მე დამარის ზანგოშინო და ყავას პირობებით. გეშინო და. მოისა ვინ იყო ყავა მეგონე რომ ეჭირა მეთი არ შეიძლება. ნათიას თუ თევნას უთხრეს ყავა მეგონეო. რა? ყავა მეგონე. ანუ ბავშვებო ეს ისტორია არ ვიცი იცით თუ არა? გაგახსენდა. ანუ რა ზიანი დღეა და ანუ თმა შევიჭერი დავივარცხნე. ანუ ტუჩსაცხი რაღაცა ყავა სურათი მინდა აქვე გთხოვთ რომ ნახოთ როგორია ყავა და ვიში აერია. ანუ დგავა რა და სპორტის სასახლეში ანუ უკანა მხრიდან ხო იცით დიდი კიბეები რო იყო იქ დგავართ ბინჯო სადაც იყო ეგრეთ წოდებული ყველანი დგავართ და ანუ დგავა რა ანუ ძალიან ირაკლი ფრანგიშვილმა ანუ რაღაცა ჩემი რაღაცა ლამაზი გოგო და შემამკოდა რაღაც ჭკუაზე არა ვარ მოკლედ რა ანუ ძალიან გამოპრანჭული ვარ მოკლედ რა ვთქვა რა და დგავარ და ყავას წრუპავი იქ და ანუ ციკო მოდის და რა შევცინე და ვაიმე თეონა ყავა მეგონე ატო ავერიე ვითი არ ვიცი ვაფშე არ მახსოვდა ეგ ისტორია გადახსენე ხო იმიტომ რომ მახსოვს რომ ეს იყო შოკირებული რომ ყავაში როგორ ავერია აი რა შუაშია ყავა და თეონა ანუ არ ვიცი უბრალოდ ანუ შოკი რატო იყო იცი რომ მართლა ძალიან გაპრანჭული ვიყავ მიხვდი და ანუ ყველაზე რა ხარ და თავი რომ მოგწონს და ანუ ციკო მოდი რა ციკო და აი მე თან ცირკული სახით რო იცი და რაღაც სერიოზული როა და აი მე თეონა ყავა მეგონე და კაია ანუ აი საჩამომემ ხო წარმომიდგენია იმიტომ რომ მე გავახსენე ხარც გახსოვდა შენ და თავარ არ მახსოვდა იმიტომ რომ მე აუ ყავასაც ეგ ისტორია ყავას მომხდები არა მაგრამ ალბათ ეხა აქედან გაიგებს დიდი იმედი იქ გაბედნია 9-1-ში ხო არ დავრეკოთ 112-ში ციკოს ვაპატიე როგორ არის ვიხალისეთ და რაღაცა ძალიან ბედნიერები ვიყავ აუ ეგ ძალიან კაიო ხო ძალიან გასწორე ხო ჯამე გაგიყვანს და მარტო შემოვა ანუ ის რომელმა თქვა ვინ რუსთაველიო და შოთაო არ ვიცი ის სად არის რუსთაველი ვინ რუსთაველი ვინ და შოთაო ვინ რუსთაველზე ვიკითხე თეონა მართლა არ მახსოვდა და ეხლა ანუ ძალიან ვიცი რატომ მეგონე ყავანეტა გავართ რაღაც კიდევ ერთხელ ყავას სურათი აქვს კიდევ ერთხელ ყავას სურათი აი თან თეონას გვერდზე მე გადამფაროს და ესე რო იყოს როგორ გავს მოკლედ მეგობრებო ჩვენ კიდე ერთი სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის ჩვენ გვაქვს სცენარი მომზადებული ChatGPT-ის მოკლედ ვკითხე და მივწერე რომ მოკლედ ყავს ესეთი ხმები მეთქი ყავს მეთქი მედაციკოს სტუდიაში თქო დაიარებიან თქო იმიტომ რომ ჩვენი ხმები ხო იმიტომ რომ ჩვენი ხმები ხო ეგრე ასოცირდება რა მაყურებლისთვის იმიტომ რომ ძალიან ხშირად უთქვამთ რომ აი მაგალითად შენ სემი და დინი სუპერნეიჩერალზე ზებუნებრივზე სულ შენია ციკოსთვის ფიონა ეხა იმიდა რა ქვია შეიმლესიდან ლაჰერი ხო უსირცხვილოებიდან და ძალიან ბევრი პერსონაჟი ყავს მაგალითად ალექსას ხმა წარმოუდგენელია ეგრევე გახსენდება ვიკინგები რაგნარი ეგრევე და ასე შემდეგ მოკლედ ამოვიწერეთ ჩვენ ესე ყველას ჩვენი მთავარი პერსონაჟი ვიც გაგვიხმოვანებია და პატარა სცენარი დავაწერინეთ ChatGPT-ს და ძალიან საინტერესოა ეს ხალხი ჩვენი პერსონაჟები ხვდებიან ერთ სიტუაციაში და რაზე ისაუბრებენ რა ასეთი ვალჰალა არასდროს მინახავს. აქ არც ღმერთებია, არც ომები, მხოლოდ დივანი და ნათურები. თუ ეს ომია, ძალიან კომფორტულია. მე ხმლის მაგივრად ბალიში მომეცეთ. ეს ხომ არ არის ძარცვის გეგმის ნაწილი. თუ ასია მე მზად ვარ. უბრალოდ ბანკი ვერ ვიპოვე. ეს ბანკი არ არის. ეს ლაბორატორიაა. დიდი ლაბორატორია. და წესებს მე დავწერ. აჰა, კიდევ ერთი ბოსი. შვენიერია, ზუსტად ეგ მაკლდა. ნეტა აქედანაც რომ გავიდე, ხელფასს მაინც გადამიხდით? თუ ვინმე სისხლს დაღვრის სკალპელი მაქვს. მაგრამ იცით რა? მე დასვენება მჭირდება. ოპერაციები 15 სეზონის განმავლობაში მეყო. კარგია, მაგრამ თუ ამ სცენას ცოტა არ დავაჩქარებთ, მე გავიქცევი. ჩემს სამყაროში ყველაფერი ორ წამში ხდება. გრძნობ, რომ რაღაც ბნელი ძალაა. ამ ოთახში შემთხვევით არ მოხვედრილ ვართ. ყველა ჩვენგანი რაღაც რიტუალის ნაწილია. თუ ეს რიტუალია, სადაა მთვარე?
ჩვეულებრივ ასე დროს მთვარე უნდა ჩნდებოდეს. არა, უბრალოდ ყველა აქ ჩვენაირ სერიალში მოხვედრილი იდიოტია. ერთი განსხვავებით. მე მაინც ვიცი რომ ყველა მოკვდებით. თუ მაინც მოკვდებით, ჯობია ერთად ვიბრძოლოთ. ხმალი მზადა. ან იქნებ ერთხელ მაინც არ ვიბრძოლოთ რაგნარ. იქნებ უბრალოდ ვისხდეთ და დაველოდოთ რა მოხდება. არა. არ შემიძლია ლოდინი. მე მოქმედება მჭირდება. აქედან გასვლის გეგმა სადაა? გეგმა მარტივია. თქვენ მიყურებთ, მე ვამბობ და ყველა აკეთებს იმას, რაც მე ვთქვი. ო, ეგ მეთოდი დემონებთანაც ვსადე. არ გაამართლა. ბოლოს მაინც მთელი ქალაქის გადარჩენა მომიწია. მე მხოლოდ ის მინდა რომ ნორმალური თინეიჯერი ვიყო. მაგრამ არა, ვიკინგები, მძარცველები და ექიმები გვერდით მიზიან. შვენიერი. ამის გაგონება მინდოდა. ბიჭს უნდა რომ ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს და ახლა შემსავით ქაუშია. კეთილი იყოს შენი მობრძანება. ალბათ ეს ყველაფერი მაინც ერთს გვასწავლის. სადაც არ უნდა მოხვდე, პრობლემები ყველგან იგივეა. ოჰო, ნელა თქვი თორე მაზრი გამეპარა, მაგრამ გონი მართალი ხარ. მაშინ რა ვქნათ? ვიბრძოლოთ, გავძარცვოთ თუ ვიმკურნალოთ? იქნებ უბრალოდ ერთად დავლიათ. მე ლუც არ ვსვამ. მაგრამ თუ ლაბორატორიას მომცემთ, ხედავთ? ყველა ცდილობს სერიოზულად გამოჩნდეს, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი და იგივე ხდება. ჩვენ უბრალოდ სასაცილოები ვართ. ყველა ერთად გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. წავიდა. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. აუ, ძალიან კაია, ხალხო. ძალიან კაი გამოვიდა. ფურცლები წავყაროთ ბარეს. შენი დასავაგებელია მე რა. ჩამორჩი. მოკლედ ხალხო, ჩემო ციკო, ძალიან კაი სიურპრიზი გვაქვს და მოყევი შენა გვაქვს. და ეს ადამიანი ისედაც სულ აგვიანებდა ხოლმე. ახლაც ჩაწერებზე და ახლაც დააგვიანებდა. ახლაც ძლივს ვიპოვეთ. ამაშია საქმე. ძლივს ვეძებთ ერთი თვეა. მაგრამ ვიპოვეთ. ვიპოვეთ. მობძანდით. არც მათი, არც ნაკლები. ნატალია ყულაშვილი. აგვიანებს. შენი მიკროფონი უწილადეთ არ ნატალია სილამაზე ქალო მიყვარ ხართ ძალიან აი ახლა თვალყურს რომ ვადევნებდი თქვენს ისტორიებს და თქვენს ემოციებს ესე გაბადრული გისმენთ ხო ეს იყო ეს ისტორია არ მახსოვს კი არ ვიცი გიჟდები მომენატრეთ ჩვენც ძალიან მომენატრეთ ისტორია მოგვიყევი უსმოთ რომ ახლა ხდებოდა არა მოდი ჯერ ქრისტე ხო არა მოყვარს და მე შემიყვარდით ეგრევე შემიყვარდით დღემდე ვყვები ხოლმე ამ ისტორიას რომ მაგრამ ხომ შეგიყვარდი კი რა თქმა უნდა ეს იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იმიტომ რომ რაღაცნაირად ხური ჩამოშვებული დავდიოდი და ერთხელ ქუჩაში გადავაწყდი ალექსას და რაშვები როგორ ხარო მომიკითხა და მეთქი რავი სამსახური მინდა ვეძებ და რაღაცა მე გახმოვანებაზე ვარ და ხო არ ცდიდიო მეთქი არ მაქვს გამოცდილება და როგორ ცადო მოდი შენ არც თევნას არ ქონდა და მოვიდა ომერე იმან გითხრა არც თევნას არ ქონდა ვარ ახლა იმავიდა და ყველა ვარ მისულები ყველა ეგრე ვარ მისულები ერთ-ერთში და დამსვეს კასტინგი გავიარე ვისთან გავიარე არ მახსოვს ჩემთან არის ჯეკი პირველად ჩემთან ჟა მიშასთან სავარაუდოდ ალექსასთან ვიჯე კასტინგი ალექსასთან ნერვების მოშლა ჩემთან. შენ ბოლო. რა მოხდა ეგ? შენ ბოლო ტანჯვა. წარიცი. ხოცავდით, მაგრამ თან რაღაცნაირი გაუცნობიერებელი სიყვარული ქონდა ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის ზაახუთოსანი და პედანტი და თავის დროზე უნდა მოვიდეს და კვირასაც თუ გჭირდებათ კვირასაც ვიმუშავებ და მე დამგვიანებელი და ასე შემდეგ და ეს იყო აი სულ შეხლა შემოხლა ერთმანეთში რაღაც ბრაზილი და სიყვარული. ო, ესე ამათაც მაგარი ტოქსიკური ურთიერთობა ქონიათ კაროჩე. რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ მე მახსოვს დღემდე მადლიერია ნატავატო. ერთი ხო თაკო მოდიოდა ხოლმე აი საოცარი ჩაცმულობით. არ თაკოფენო საოცარი ჩაცმულობით. კი, ეგ ცალკე ამბავია და მეორე იყო ერთხელ მახსოვს ზამთარია ცივა თუ რაღაცა და მოვჭით მუშაობას რა გავდივარ და ნატალიას ეხა იქ რაღაც როციო და ყველას რაღაც მოხურებული ქონდა და ლედი აქ აი ეს შემოხვედი. რუგზაკი და მიდის. მეთქი რა საკეთე? სადმე? რაიო, მივდივარო სახლშიო. მეთქი ესე გადიხარ? აი იმერა პალედი
მოდი რა, ეს სახში რომ გადაიფარო. ესე შემოხვეულ. ადიალა. ერთ ამბავს მოყვები ნატალიას მისასთან. მე შემითახმე. ნატალია იყო მახოსთან და ირაკლისთან. და მე მიშკა და სალომე ვისხედით ერთად. სალომე რომელიც არ არის დღეს. რომელიც დღეს არ არის. მოკითხა სალომე. სალონე. ანუ მე ერთი წამის დაგვიანები, ახლა გიორგის კი ახსოვს რომ ერთხელ დავიგვიანებ, ანუ მე არ ვიგვიანებ. ანუ სალომე როგორ აგვიანებს, იცი, აი რომ აი ესე მოდი სალომე. მე ზანტად. ეხლა ამათ ოთახში რა ხდება? ანუ მახო აეროპორტიდან მოფრინო. რუის ნახევარზე ჩაწერაზეა. მახო იქვე არის და ნატალია ანუ 3 წლის მერე მოდის ნატალია. ჩანთებით. ვუყურებ ეხლა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და შევდივარ თიასთან, ანუ უფროსთან. არ გინდა რომ გადაგცვალო, ხო. გადავიყვანე მე ეს პატრიოტული ქალი ამ ბიჭთან. მაღოსთან? ეს ქალი გადავიყვანე. ანუ შენ და ღუპე მიშა გაიჩე. შენ მიშა შამის გაჩალიჩებული ყოფილა რა. ეგრე დავაგდა. ეგრე დავაგდა. აქვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ ზურაზე, კოკლიანზე, რომელიც საოცარი ადამიანია და შემოგვიერთდა. ოიდე ზურა. ზურა იცი რა გავიხსენე? გამხდრების კორპორაცია რო ქონდა. ჩემი იდეა იყო. ჩემი იდეა, მე და შენ ვიყავით გაწევრიანებული. მე და შენ ვიყავით გაწევრიანებული. იყო და ორი კაცი. ორი კაცი. შეხვედრებს, სემინარებს რო ვატარებდით. აუ ჯიგარი. მე და ეს ვიყავით მარტო გამხდრები იქ და. აქ ის უნდა ითქვა. გასიპულები. ყავას გავხარო. ყავას მიგამს გავხარო, ეგ ჩემი გაბადრებულია. მე ვიყავი ისა მოწმე რა. ტელევიზორში გამოაცხადე ჩემგან. ბიჭო, არა და სახეზე არ ეხა ნახე სახეზე კი არ შეუხედია. ზურგიდან გავხსნა. აუ უცე. ანუ ზურგიდან სახე არ ქონდა ნანახი. და მე სავარაუდოდ გამოვიტანე ეგეთი აზრი რომ ყავას ეძებდა რა, სასტრაფოდ გასაქცევი იყო რა უეცო. და ყავას ეძებდა ყველა ყავა ეგონა ხო ასე? просто თეონა შემოიფერა. ხო, თორე. просто ეგ იყო ბაზარი. აუ, ზურიკო. აი, ზურა და ალექსა იყვნენ ჩემთან ოთახში რა, მინდა რომ ყველა გახმოვანების ოთახში მოდი ესე ვთქვა. აუ, თან ჩვენი ოთახი იყო განსხვავებული რით გეტყვით ახლა რა. ყველას ყავდა როგორ იცი, აი დაუშვათ ხმის რეჟისორი სტაჟიანი იყო, მსახიობი გაიჩნდებოდა ისეთი რა, აი დამწყები ხო თქვა და ჩვენ გავიჩინეთ და სურა ძალიან მომშვიდებდა. კარგად მიდიხარ. კარგია. ალექსა იყო სტაჟიანი რა ჩვენთან და მე და ნესტორას აი ის დღე პირველი დღე გვაქვს რა. და ეხლა ხოლმე ხარ ვკითხულობ რომ მეთქი აი რამდენი სერია იწერება დღეში და ნუ რავი 7-8 წელს რა ხოლმე ხარ და პირველ სერიაზე ვარ ბიჭო ღამის 12 საათია. აი პირველი ვერ მოვჭით ჯერ რა ხოლმე. მოვიდა. როგორ ვარ იცი მიკროფონი მომეცი. არაფერი, განაგძეთ ჩვენ აქ პატარა მიკროფონეს გადაგდებ გადმოგდება გვაქვს. აუ რა იმენა დამავიწყე. ერთი ზურაზე ვიტყვი რა მაგას რა, 2 დღეა, მეორე დღეა რა ვიცნობ რა. ხო ხდები ხა რაღაცა ისე გვაქვს რა, სიგარეტის მოსაწევად გავდივართ და რა შვები ალექს როგორ ხარო რა მეუნება და. ბიჭო მეთქი რაღაც რემონტს ვაკეთებდით, რაღაცა ესე ისე მეთქი და ეს რა ქვია ელექტრო კი არა და რა ქვია ეკონომნატურები როა ხო ხო ხო. ეგ დამჭირდა საყიდო რა ძვირი ღირებულა მეთქი აი უზია აბსოლუტურად ჩაულებრო დიალოგი. საუბარი და 2 დღეა ვიცნობთ იქ. ვერ მითხარი მე ვერ მითხარი. ჩემი ქრისტესონი რო 2 დღეა არა ეკონომნატურები ხო ალექ აი და კი არა ცალკე დებილი. და მე აქვე კიდე მინდა დავაპატიჟო ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, ჩვენი დათო ხელაძე. აღიანებული შემოსული ადამიანი. შეგიძლია მიშას გვერდზე მოთავსდე მეგობარო? დავით.
როგორ გვიხარია და ძალიან გაგვეხარე რომ მომენატრე ძალიან ლამაზები ხარ ცოტა. შენ. მე მითხრა წეღარო განსაკუთრებულად. ხო არა? დავით მე მახსოვს ჩვენ რო გულაობდით ხოლმე მიკროფონზე დინამიკები ხო გქონდა და კარაოკეებს რომ ღეროდით გახსოვს იგეს გვირთავდა ხოლმე ახალი წლის ვიდეოებიც გვაქვს მაგის ხო ახალი წლის და ძალიან მაგრამ ვერთობოდით ხოლმე რა ეგ იყო მთავარი იდეა აჭარანეტის რა და ის იყო სიხარული იქ მისვლა და ერთმანეთის დანახვა დილიდან რომ ეს განწყობა მოდიოდა ის განწყობას უქმნიდი ძალიან კაი ერთმანეთს და მართლა ერთი ოჯახი ერთი და შენ მართლა იყავი ის ადამიანი ვინც ამაზე ძალიან ზრუნავდა ხოლმე სულ რა იმიტომ რომ აი ყველა არა რა კარგი იდეა ხო უცებ ხო არ გავაძლოთ რო ვიმღერო ხო ნამდვილად ნატალიას მიკროფონი აღარ გვაქვს ველოდებით და რადგან ყველა ერთად ვართ და კიდე ამის შემდეგ სიურპრიზი კიდე ერთი გვაქვს აი ეს არის ჩვენი სიურპრიზი ჩვენი მეგობარი ჯანსაღი ხემსი სნეკი კრისბი კონსერვანტების გარეშე ლაშას საყვარელი ყველები ხახვი და ყველები ოსპები გაგირიგებთ გასინჯეთ და რეალური რეაქციები გითხარით ანუ ზეთის გარეშეა კონსერვანტების გარეშეა არ არის შემწვარი ლაგიჩნა უნდა გახსნა ძმა ეგა რომ მიეჭე შენ წამი გიყავს მაგრამ აშრაშუნდება ეხა მაგრამ ახრაშუნდება აქაურობა ხო დაგასტარი მაიცა დაიწყო მე ამაში მინდა. მოკლედ მეგობრებო, უცებ რო გითხრათ ამ პროდუქტის შესახებ, ეს არის ქართული ჯანსაღი კრისპი სნეკი, რომელსაც ახლა გემრიელად მიირთმევთ უკვე გიყურებთ. არის სხვა გემოები, ეს არის ახალი გემო სხვათა შორის, ყველი და ხახვი, მან გაქვთ პაპრიკა, არის სელის მარცვლები, არის ყველი, არის ოსპი და არ ვიცი, აი ესეთი ბევრი გემოები გვაქვს, რომელიც მოკლედ უცებ გეტყვით. არის ჯანსაღი, იმედია მეხდებოდით. იწვება უზეთოდ, არის ორგანული პროდუქტი, ყველანაირი კონსერვანტების გარეშე. ანუ ბავშვებისთვის არის ძალიან კაი, ხო, როგორც მივხვდი. კი, საკმაოდ ნოყიერი ჩვენი კრისპია და გახმოვანებასაც უხდება სხვათა შორის, იცი? კაია, მაგრამ მუდი არ მოყვება. ნამდვილად, სწორად მივხვდი, რომ ალკოჰოლის ღვინის სნეკიც არის, იცი? ლუდი რომ მორჩებით მერე. იმედია იმდენია რომ გაგვეტანოთ. განხმოვანებელი ვაინო უდარდა რაღაცა ეგ ჭამდა ამას და იმით მოგეწონა რო გაგვიზია როგორ მოგეწონა არ მოგეწონა და მიხარია რომ გამიწონი არც ვიცოდი თუ არსებობს ეს რაღაც მართლა აი ეს სნეკი ხო ძალიან მიყვარს ეს იქნება იდეალური ნატალია ქონდა აი ეგ პლედი რო გადაიფარო წყილჩაისთან ერთად კარგ რამეს ჩაუძღებ შვენივრად ოღონდ ამას აქვს ცუდი თვისება აბა ბავშვობაში სკეიტბორდზე ვკატაობდი და იქ ერთი ქალი დადიოდა მზეს უძირას ყიდა და მარკეტინგი ქონდა ესე ჭამდა გინდა კაცი მინუსი ეგა აქ რომ ვეჭირდება შენ გამჭამე ნეჩ რას გვეტყვი აბა ბავშვებისთვისაც ძალიან კაია ბავშვებისთვის ხო და მაგას ვფიქრობ ხა იმიტომ რომ აფრენენ ჩიპსებზე და აღარ შემილია ამ ჩიპსებით კაც ხო და რადგან ესეთი კარგია მართლა ძალიან კაია ერთი უნდა უყიდო ეგ არ არის თან ჩიპსი არის აუცილებლად დაგიტოვებთ კი ხო და არა მე მომეწონა აი ამითი ეს ვითი არის პაპრიკა ყველი გასინჯა მე მგონი სელის მარცვლები ყველი კი ამომიჭამა მე კი სელის მარცვლები არა და ეს ყველი და ხახვით არის ძალიან გემრიელი თეონა რას იტყვი ფანტასტიკური ძალიან გემრიელია მართლა მე გულწრფელად გავშინჯე მაინტერესებს გულწრფელად მე ხარ მყურის მე ყოველ ანუ აპრიკი მასი არ მისო ყოველში მყური რეიხების არის ან ძალიან გემრიელია რეიხების არის რეიხების ძალიან ბევრი რაღაც კი. მიყვარს ანუ გიჟდები მაგათ პეჩაჩუნები გახსოვს პეჩაჩუნებით რომ მოვდიოდი და პურიც კაია გავივლიდი პეჩაჩუნებს გავიღებდი პოეზია მეც დავაკოლებ სკოლასთან არის ჩვენთან ყაზბეგზე
აზბეგზე პატარა სასწაული დაიხების და სულ ჩემს შულს უყარს ბაგეტი მაგისი. ოღონდ სამწუხაროდ უნდა მიუსწრო. აი ეგ ამბავი არის. ნატალია. ცოტა შენს გაგვიზიარა. ძალიან ბევრი რეკლამა ხვალესია, ვერ ჩერდები. სხვადასხვა დემოგრაფიული. ეს ყველი განსაკუთრებულად გემრიელია და აი ეს მწვანეც, ეს რითი არის? ხახვი და ყველი, ხო? ძალიან მაგარია და მე კიდე ოსპი შემქრო და ესეც მომწონს. არ ვიცი დანარჩენებისგან გავსინე. აუცილებლად გაკატან ბევრი. ძალიან გემრიელია და ლობიო. მაგრამ ამ და თაროსი ლაპარაკო ბუხურხული არ არის? არა. მიშა, რა სიტყვი? ძალიან კარგია და ერთ-ერთ იმაზე პოდკასტში მოვისმინე, მე მგონი ეხლა აღვიქვი. Baked not fried რა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რო არ არის შემწვარი და არის გამომწვარი. ზუსტად. ეხლა გემოზე უკვე მაგას ხვდები, მაგას არ გიქვამ ზუსტად. კი, ნამდვილად. მარიამ, გიორგი, შენი აზრებით თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ ეგეც თავისუფლად. მართლა ძალიან გემრიელია. ძალიან ბევრი. სამივე გავჩინო, სამივე მომეწონა. მაგრამ ეს ძალიან კაია. ო, აი ძალიან კაია, სამგზავროდაც ისედაც ძალიან კარგი, სამგზავროდაც ძალიან კაია, სნექი, როგორც მithumetes განსაკუთრებით ბავშვებისთვის და უეჭველი გადავიყვეთ შევშულს ამაზე. ძალიან კარგი. არ ვიტყუებით. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ და 1000 ჯერ სნექის და კრისპის რო ჩვენთან ერთად არიან. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო და ჩვენო მეგობრებო, ძალიან კარგი ეპიზოდი გამოგვივიდა, მე მგონი ესეთი ერთ რამეს ვიტყოდი თუ შეიძლება რა. ეპიზოდის ჩაწერა რო დავიწყეთ, აი მაშინ რო გადაგვეღო ეპიზოდამდე და ეპიზოდის შემდეგ ალბათ სახები ყველას აშენდება. იმდენი ვიცინეთ და თან ცოტა ვიტირეთ კიდე სიცილისგან, ხო? და ცოტაც ვიყვირეთ კიდე. ცოტაც ვიყვირეთ და ცოტა ვიჭირეთ. მე და შენ როგორც ყოველთვის. კი, ეგ კადრები გააქვთ იმას გადაღებული. კი, ჩხუბის კადრები ჩასვით მაინც გაასწორებს. ციკოს გაჯიქება და მე ამ შემთხვევაში როგორც ნამდვილობა ჯენტლმენმა დავწვა. ინაურების ნაცკურა სიტყვა. ინაურების ცხადია, ვერავინ ვერ წავა. კი ბატონო, ამაშია საქმე. ჩვენ ერთ-ერთი ოპერატორი ციკოს ძმა რო არის და ლაიქს რო გიწერს. როგორ აერთეთ იქით მე და ზუკა რო საუბრობთ. კმაყოფილი ხარ ჩვენ თან სტუმრობით. შეხვედრით, შეკრებით საოცრად. ეს იყო ფანტასტიკური გადაწყვეტილება მართლა. ოღონდ ჯგუფი რო შეიქმნა და რო თქვით რომ ვიკრიბებით, მე ვფიქრე უბრალოდ ვიკრიბებით და არ მგონია თუ ჩაწერა იყო. და მე ეს ხო რაღაცაში. აბა თქვენთან რა ხდება? რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით? დავით, ძალიან კაია რომ შემოგვიერთდი, მართლა ძალიან გავიხარდა. ყოფილი ვარ, ძალიან მისიამოვნე, ჯერ თქვენი ყურებით გვერდიდან. და რომ შემოგვიერთდით, ეგეც ძალიან სასიამოვნო. ხო. ძალიან დიდი მადლობა შენ. მე რას ვიტყვი, მე აღფრთოვანებული ვარ. ეს ჩვენი შეკრება პოდკასტის გარდა ყველაფერს თავი დავანებოთ, მართლა ისევ ის გაერთიანება და ის ოჯახური ატმოსფერო და ის განცდები და ემოციები მქონდა, ის რაც მე მგონი ვახსენე ერთ-ერთ ეპიზოდის მონაკვეთში, რომ აი რაღაც სამსახურში მოვედი, ოღონდ შესვენება გვაქვს რა. ხო, გამოვედი. ცოტა გაგვიგრძელდა ეს შესვენება. რაღაც ერთმანეთს უზიარებთ რაღაც ჩვენი განცდებს, ემოციებს. საოცარია და რა ვიცი თუ საშუალება იქნება გავიმეოროთ არა აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ხო იმიტომ ოღონდ ორ თვეში ერთხელ ისევ ნეჩოს სახში სახს თუ დაალაგებ დავალაგებ გიო შენთან რა ხდება ოღონდ ბახილები არ ჩაგვაწვამეთ ის ემოციები მოიტანა ზუსტად ესენი გადაგსვავთ თქვენ ბაკეთ ბოლო მეხი პირველი გახანგრძლივებული ჩაერაცვლა გიო ის ემოციები მოიტანა ზუსტად რაც მაშინ ქონდა და გვაკავშირებდა ერთმანეთთან და კი ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა შენ. მარიამ შენ თარო გეჩქარება. ხო, ძალიან მიხარია რომ შევიკრიბეთ, რაღაც მაკლდა და ამდენი წლის განმავლობაში ამდენი წელი რომ ვერ ვნახეთ ერთმანეთი, ეხლა ყველას ერთად გიყურებთ და რაღაცა ძველი ვაიბები მოდის და მადლობა შენ. თან ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ესეთი რაღაც მოიფიქრეთ და ყველანი ერთად დაგვსვით ერთ სკამზე და რავი იმედია გავიმეორებთ. ხო. ცოტა რა, ბოდიში, აი ცოტა არის. არ თქვა მე თქვა იმასთან დაკავშირებით, გახსოვს პირველად რო აღმოვაჩინეთ, რომ მარიამი ორსულად იყო და საერთოდ ქმარი რო ყავდა და ასე შემდეგ და მე რო აღმოვაჩინეთ, რამდენი წლის იყო. ო, ეს იდუმალი. როდის მოასწარი მარიამ? მარიამ, კი, კი. აუ, просто აი მიწურულს რა მარიამზე მინდა მოვყვე. ახალი ყოღოზე? არა, ყოღოზე არა. კაროჩი ახალი გაცნობილი ყავს მე მგონი მე და ალექსას თუ რაღაცა და აი მარიამი არის როგორ ვიცი აი რაღაცა დივასავი შემოდის სამსახურში გადის ძალიან დასტოინი გოგო და რაღაცა და ჩარის ეს მოყოლილი ძალიან მაგარი ტიპშა და
ხო. ჩარის ემოღე. აი რო დააგვიანე მაგის ბრალია. რო დააგვიანე. კი, გავუდი, გოგონე გარეთ გამოვედი და ჩარისე შენით. ერთადერთი ის იყო რა, სამუშაო ადგილი აი გაჭარანეტი, სადაც აი დღემდე რა, რავი, მილიონი შემიცვლია, მაგრამ აი ეგეთი გარემო, ეგეთი სიყვარული, აი ეგეთი ენერგეტიკა არსად არ არის რა და არც ყოფილა რა და აი ეხლაც აქ რო შემოვედი, ისევ მაგვაიბში წავედი და დაჟე ჩატი რო შექმენით რა და პირველი ეგ ის მომივიდა რომ მეთქი დროის მანქანაში ტარდისი ქვია მაგას, ტარდისი. ხო, ტარდიში გავიჩითეთ მეთქი რა. ტელეპორტი გახსოვთ. ხო და აი რავი მადლობა რა თქვენ ყველას აი ამ ყველაფრისთვის დაჟე ბევრჯერ მითქვია რომ მეთქი ხო რა მე ვეხუტები რა ჯიგრები ხარ ხო ხო მიყვარხარ მე ბევრჯერ მითქვია რომ მეთქი აი უკვე რა 6-7 თვეა უმუშაობ აჭარანეთზე და მეთქი აი ხვალ მეთქი რომ დაგვირეკოს თემ და თქვას რომ აი ვიხურებით ხელფასებს ვეღარ გიხდით და რაღაც მეთქი აი მზად ვარ რომ უხელფასოდ ვიმუშაო რა ვაფშე არ მინდა მეთქი ფული პროსტა აქ რომ მოვდივარ ისეთი მაგარია რომ აღარ მინდა რა პარალელურად რაღაცას გავაკეთებ მეთქი ფულს ვიჩარიშებ რა და ეს იქნება ჩემი გართობა რა ისე მაგრად მისწორდებოდა რა მე მოკლედ ნეჩუ შენეჩუ შელამას სახლში მოგეწონა რომ მოვედი ანუ ისეთი ბედნიერი ვარ რომ აქ ხართ და ისეთი ანუ კიდე მინდა თქვენთან ერთად დროის გატარება ხდება უბრალოდ გეძინება ოღონდ ორთვეში ერთხელ ორთვეში ერთხელ გელოდებით შეიკრიბეთ ვინმე არ ვიცი და ორგანიზეთ მართლა არ მეყო, იმიტომ რომ ჩემცაც ეგრე არის და ეს ორი ადამიანი ხო საერთოდ ანუ ჩემ ამათან არ ვიცი, ამათან ვიყავი ოთახში გახმოვანების და რავი, აი ჩემი ყველა პრობლემა, მთელი ჩემი ცხოვრება. ვაიმე ამის ვალების დათვლა უნდა გენახავს. ვალი არადროს არ მქონია ცხოვრებაში. რას იძახი? ფურცელზე გიწირდი და გითვლიდი. ერთი ამდენი უნდა ჩაასესხო თუ ამდენი? არა, შეხედეო, ამდენი ვისესხეო, ამდენი როგორ ახსოვდა საიდან რაღაცას ვათვლევინებდი ვიღაცას რაღაც გამოვედი ანუ მათემატიკა არ ვიცი ხანდა ძალიან მიყვარხარ აი ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ მოხვედით პირუკუ ვინც არ მოვიდა მე უთხარი რომ დავხოცავ ყველას მეც დაგეხმარები დახოცილები არიან უკვე ხო всё მკიდია და თქვენ მოდით ხოლმე ოკეი ჩვენ თარუშვებს ნათუ ნათ ბატონო მაყოფილი ხარ დღევანდელი დღეს ვიტირო თუ თქვა ანუ ჩაჭედილი გაქვთ ეს მიკროფონი თეონას უდევს ფეხი ფეხი ეგრე უზომოდ კმაყოფილი ვარ აჰა ისევ ძველი ხმის რეჟისორი თუ დაგეხმარება ანუ არის ამ სამყაროში რაღაცები რაც არ იცვლება ყავლი არ გასდის არ ძველდება ეს არის სიყვარული და ამ სიყვარულს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. ეხლა რასაც მე აქ ვხედავ თქვენს თვალებში, თქვენს ემოციებში, სიცილში, იუმორში, ტირილში, ხარხარში და ყველაფერში. ჩხუბშიც. მათ შორის. ამ ყველაფერს თავს რომ მოუკრავთ, ქვია სიყვარული. ამ ყველაფერს აჭარანეთი ქვია ამას, მაგრამ რაც არ უნდა დავარქვათ, ამას ქვია სიყვარული. ურთიერთობა მეგობრობა, გულშემატკივრობა. უზომოდ კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ აი ამდენს ახლა გხედავთ ყველას ერთად. და ეს ჩემთვის საკმარისია. კიდე 10 წელი ბედნიერი ვიყო და მე თუ რამე იქნება დიდი სიამოვნებით აქ ვიქნება. 10 წელს არა მეკითხარი ორ თვეში თქვა. ხო. თეოჩ, გადმოგიდგენი მიკროფონი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? დიახ. ხო, რა ვიცი რა ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ თავშიც აღნიშნა და ბოლოშიც მაგით დავაგვირგვინებ. ძალიან მიხარია რომ აი ოდესღაც რაღაცა გადავიკვეთეთ და ჩემ ცხოვრებაში რო იყავით და სულ რო ხართ და აი იცი როგორი შეგრძნება მაქვს რომ აი ხაც რო დავიშლებით რა აი რაღაც თუნდაც ორი თვე ხო არ ვნახავთ ერთმანეთს მაგრამ აი რაღაცა როგორი რაღაც ხდება იცი პაუზასავით და მე ისევ იქიდან გრძელდება ისევ იმ დიდი სიყვარულით როგორც მომთავრებთ მე ისევ აგრძელებთ ხოლმე არაფერი არ განელებულა რა უფრო გამძაფრდა და აი რასაც ყვებით ახლა აქ რა აი ნუ ის რო იყო და აჭარანეთი და ღმერთო და მართლა ხო ესე იყო რა ხო არაფერს არ ვაჭარბებთ რა აი მართლა ტირილამდე მენატრება ხოლმე ის პერიოდი აი ესე ყველა ერთად რო ვიყავით და
რა ვიცი რა, სულ აქ ვარ და სულ ჩემს გულებში ხართ. ძალიან დიდი მადლობა. აი ლაშ, მგონით რომ მოვიდა, მადლობა გადავუხატოთ. ვიტყვი ჩემსას, რომ აი რა განწყობა, რა ემოციები მქონდა, ანუ პირველ რიგში მართლა ძალიან სწორი თქვი, რომ აი რაც არ უნდა დიდი ხანი არ გნახოთ, რაღაცა პაუზდება და მერე გრძელდება ყველაფერი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და აჭარნეტი არ იყო მხოლოდ რაღაცა ლოგო, არ იყო მხოლოდ საიტი, მინდა ამ პოდკასტიდან და ზოგადად ამ ეპიზოდიდან და ჩვენი ეპიზოდებიდან მაგას საუბრობთ, რომ არ იყო მხოლოდ ის, რომ სამსახური, ხო, აჭარნეტი ვიყავით ჩვენ, ფაქტია და იმ გარემოსაც იქ არ იყო უბრალოდ ესე არაფრიდან შექმნილი გარემო, ყველა ვცდილობდით, რომ ეგ გარემო შეგვექმნა, ყველა ვინც ახლები შემოდიოდნენ, ყველა ერთვებოდა ამ გარემოში და არავინ იყო განცალკევებული ადამიანი, ყველა ერთიანად ერთი რაღაც სხეულის ერთი ნაწილი ვიყავით, ასე ვთქვათ რა და ეს არ ვიცი, ეს შეგრძნება ბევრჯერ მithქვამს მე, რომ არსად არ მქონია სხვაგან და ამისთვის მინდა რომ აი მართლა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ რომ თქვენი ნაწილი ვიყავი მეც ერთ-ერთი და აჭარნეტი. რა დავამატებდი, იცი? აი ერთი ის თქვი რომ რაღაც ყველა ერთი ის ვიყავი თუ რა ნაწილიო თუ რაღაც როგორ თქვი? ხო. ანუ აი მართლა აი შემიძლიათ ამბავ თქვა რომ ახლა რაღაც თქვენ უკვე როგორ იყავით მე რაც ამბავედი ანუ რაღაცა უკვე შეკრული ამბავი იყო რომ წყვილებში რეჟისორი მართლა ერთი ოჯახივით და ანუ ყველაზე ძალიან რაც აი დამამახსოვრდა ანუ ზოგადად არ მიჭირს ურთიერთობები და ანუ არ ვარ ჩაკეტილი ტიპი მაგრამ ანუ აი პირველი დღიდან ანუ ის არ მავიწყდება ანუ ეგრევე ოჯახის წევრი გავხდი რა იმ დღიდან მისვლა და всё იქავარ რა მეც ვიტყვი მოკლედ ბოლოს სიტყვას რომ ხარავი აი ბევრი არ მინდა თქვა რა მგონია რომ ლაპარაკით ზედმეტია და ალბათ აი ყველა ჩვენი ურთიერთობებიდან მიხვდება ეხლა ერთად რო გვიყურებს რა გვაქვს ერთმანეთთან რა ყველას და რა გვაკავშირებს და პრინციპში იმასაც მიხვდება რომ გვაქვს რა ის რომ შეგვიძლია რომ კიდევ ერთად ვიყოთ ერთ სივრცეში ისევე კარგად და ისევე ბედნიერად და თან ზამშოლე პროფესიონალური თვალსაზრისითაც საინტერესო ადამიანები ვართ ერთად ცალ-ცალკეც მაგრამ ერთად უფრო ხა და მე მგონია რომ ოდესმე გვექნება კიდე მაგას ვისურვებდი ჩვენი ცხოვრებისთვის და ჩვენი თავებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ეხა შენი ტექსტი ანესტას ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძალიან მადლობა ჩვენს კრისპის ჩვენს მეგობარს ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სნეკის და ეხა გააგრძელა შენი ტექსტი ჩამოთვლა ძალიან დიდი მადლობა შენც იყო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას იმიტომ რომ ჩვენი voice-over-ების ახალი სეზონი გაიხსნა ესე გრანდიოზულად თავშიც ვახსენე რომ აჭარნეტის მსახიობები ყველა მსახიობთან ერთად რამდენიმე გვაკლია მაგრამ იმათ შავ სიაში ჩავწერთ მოკლედ და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მე მინდა უთხრა აი უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს იმიტომ რომ რო არა მათი სიყვარული რომ არა მათი ეს გამოხმაურება ჩვენს მიმართ თავიდან აჭარანეტიდან დაწყებული თუნდაც ეხლა პოდკასტზე რა კომენტარებიც იწერება როგორ უყვარვართ და მართლა 100% რომ ძალიან დადებითია და ძალიან გულშემატკივრობენ უდიდესი მადლობა თქვენ რომ თქვენს გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით რა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა ნეჩოს სახლს იმიტომ რომ რამდენი საათია აქ ვართ და ესე გემრიელად არსად პოდკასტი არ ჩაგვიწერია ხა საკუთარ სახლში გძნობთ ყველა თავს მოკლედ მადლობა ყველას მადლობა ჩვენს მაყურებელს მადლობა ჩვენს მეგობრებს მადლობა ლაშას და მადლობა ციკოს ამ ყველაფრისთვის